გამარჯობა, ეთერში ალტერნატიული ხედვა, მე მისი წამყვანი თათია გაბრიჭიძე ვარ და დღეს გადაცემის მსვლელობის განმავლობაში ვისაუბრებთ ვითარებაზე ირანში და დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარიაშვილი და პარტია კონსერვატორები საქართველოსათვის ლიდერი გიორგი ქარდავა. უპირველესად სანამ საუბარს დავიწყებ, მადლობას გიხდით მოგზანებისთვის. ამავდროულად მაყურებელს შევახსენებთ, რომ თქვენი ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური ქსელების კუთხით, ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი როგორც Facebook, ასევე YouTube არხები, ასევე თქვენი კრაზე ანგარიშის ნომერს, სადაც სურვილი შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის გადმორიცხვა. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ამ არხის მთავარი სპონსორი და დამფინანსებელი. რაც შეეხება გზავნილის კოდს, გზავნილის კოდის გამოგზავნა შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ მობილურის ნომერზე. დღევანდელი გადაცემა პრინციპში შეიძლება წინასწარ ვისაუბროთ, მაგრამ შეიძლება არ გავდეს ვთქვათ წინა პოლიტიკურ დისკუსიებს, სადაც უფრო მეტი კამათი და უფრო მეტი წინააღმდეგობა იყო მხარეებს შორის. ჩვენ არ ვცდილობთ გამოვარკვიოთ, ვთქვათ, ვინ იქნება გამარჯვებული ან როგორ დასრულდება ის მიმდინარე ომი ირანში, რომელიც ახლა არის. ჩვენ უბრალოდ მოვისმენთ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპამდე ორი განსხვავებული გეოპოლიტიკური ხედვის მქონე ადამიანის პოზიციებს და აქედან გამომდინარე მაყურებელს ექნება შესაძლებლობა შეაფასოს, რომელი ხედვა ან რომელი სცენარი უფრო რეალისტურია და რომელი მიმართულება უფრო რეალისტურია არსებულ ვითარებაში. პირველი კითხვა, რომელიც ორივე სტუმართან გვექნება, არის ასეთი: რა იყო ამერიკის გეგმან ამოცანა, რომ დაიწყო ის დაპირისპირება კონფლიქტი, რომელიც ახლა წარმოებს ირანში და კვლავ მოდის ახალი ინფორმაციები, რომ კვლავ აქტიურ ფაზაშია, მოკლედ ესო. ისმენთ ბატონო პაატა. დიდი მადლობა მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ჩვენ რეგიონში ხდება და ამიტომ ვალდებული ვართ მეტ ინფორმაცია გქონდეს საზოგადოებას და დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ ამ დისკუსიაში. ამერიკის ხედვა ცოტა ხმამაღლა ჟღერს, იმიტომ რომ მაგალითად, ქვია, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება ძალიან არ გავს, მაგალითად პრეზიდენტ ბაიდენი როცა იყო, და როცა დემოკრატები იყვნენ ხელისუფლებაში და მეტიც. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება ეხლა ძალიან გავს პირველ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, როცა იყო პირველ ვადაზე, მაშინ დღეს თუმცა არ ახსოვს, არც არ არის ხსენებს, რომ მან ასეთივე არა ასეთი საშინელი და ასეთი სისხლის მგრელი, მაგრამ ძალიან ესეთი პროვოკაციული ნაბიჯი გადადგა, როცა იერუსალიმი აღიარა ისრაელის დედაქალაქად. ეს არ არის საერთაშორისო სამართლით აღიარებული. იერუსალიმი მოგეხსენებათ, იერუსალიმის დედაქალაქი დღემდე არის თელ-ავივი და სახელმწიფოების აბსოლუტურ უმრავლესობა საელჩოები აქვს თელ-ავივში, საქართველოს მათ შორის და ეს იყო 18 წელს, 17 წელს დეკემბერში, როცა ქვია, ტრამპმა აღიარა იერუსალიმი, ეს იყო საერთო სამართლით ძალიან უხეში დარღვევა, ამან გამოიწვია ბევრი ნებათაღეულა, მადლობა ღმერთს ეს არ გადაიზარდა სისხლთურულ რაღაც გარკვეულ ურთიერთობებში, მაგრამ მე იმის გვამბიდა, რომ აშკარად ტრამპს თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს როგორც ისრაელის მიმართ, ისე ირანის მიმართ, მაშინაც ჰქონდა მან მაშინ შეაჩერა, ქვია, ბირთვული პროგრამამდე გამოვიდა შტატები და ირანი დატოვა, ისევ აღუდგინა ირანს სანქციები და პრაქტიკულად ისევ გადაიყვანა ბირთვული პროგრამის რელსებზე. ირანი პროვოცირება მოახდინა ამისი, ამიტომ რა თქმა უნდა პრეზიდენტი დღეს არის ტრამპი და ამერიკის პოლიტიკაზეც უნდა ამერიკის პოლიტიკაში ჩავტიოთ, ბუნებრივია. მე არ ვამბობ, რომ ეს არის მხოლოდ ტრამპის პოლიტიკა, ეს არის ამერიკის პოლიტიკა, სალსახა და მკაფიოდ რამ განაპირობა, იმან განაპირობა, რომ პრაქტიკულად ამერიკა არის ისრაელის გულმხურვალე მოკავშირე, პრაქტიკულად ყველა რესპუბლიკელების, დემოკრატების კი, რომლებიც თავს იკავებენ და უფრო თქვათ ასე გაწონასწორი პოლიტიკა ჰქონდათ მაგალითად არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის, ისინიც კი ისრაელს განსაკუთრებულ უპრატესობას ანიჭებდნენ და მართლა ჯერ კიდე ბოლომდე გაურკვეველია რამ განაპირობა ეხლა ესკალაცია, იმიტომ რომ თვითონ ქვია ივნისის მოვლენების შემდეგ ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ორივე განაცხადეს, რომ ირანს არ აქვს, მათ გაუნადგურეს ბირთვული ქვია რაღაც გარკვეული საწყობები, ნივთიერებები და საფრთხეს არ წარმოადგენს ირანი უახლოეს წლებში მაინც. ტრამპი ასე ამბობდა. მიუხედავად ამისა, უცებ მოულოდნელად
ხდება ესკალაცია, უცებ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ სულ რამოდენიმე თვეში შეიძლება კონდეს ირანს ხელახლა ბირთვული არაღიც არავითარი მტკიცებული ვერ წარმოუდგენია და ამასობაში ჩაერთო არაბული სამყარო, ომანი განსაკუთრებით შუამავალი იყო, ამასაც ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, ომანი ძალიან მონდომებული იყო, რომ ჟენევაში ჩატარდა ბოლო მოლაპარაკებები ამერიკასა და ქვია ირანს შორის, ძალიან სერიოზული იყო და ქვია ომანმა როგორც დასულდა შეხვედრა, იმიტომ რომ გამოვიდა და განაცხადა რომ პროგრესი არის და იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს რომ ეთყობა რაღაც იცოდა უკვე ომანმა რომ CNN-ით გამოვიდა, როგორც ეს არ ხდება რაღაცეები. CNN-ით გამოვიდა რაღაც დაასრო მოვლენებს, მიუხედავად აღმოჩნდა რომ მოვლენები უკვე რაღაც თავისით განვითარდა, ისრაელი რომელიც არ მონაწილეობდა ქვია ჟენევის მოლაპარაკებებში იყო მხოლოდ ამერიკა და მხოლოდ ირანი და ომანი შუამავალი, უცებ მიიღო გაწყვეტილება დაებომბა ირანი. მე ყოს ვამბობდი და ახლა მე არ მინდა რომ წაგართვათ და ქვია თელ დრო ეწავიღო, მე ყოს ვამბობდი რომ ირანი არ არის ვენესუელა, ირანი არის ძალიან ძლიერი, ღონიერი, ღრმა ფესვების მქონე სახელმწიფო, ჩემთვის მიუღებელი ხშირად მათი პოლიტიკა, თავის ხალხს ხოცავენ და ასე შემდეგ, მიუხედავად ამისა, ომით ირანს ვერ მოერევი. ირანს ჭირდება სხვა პოლიტიკა და ალბათ ამაზე ვექნება საუბარი. გიორგი, იგივე კითხვა არის პრინციპში შენთანაც, რა იყო ამოცანა ამერიკის მხრიდან, როცა ჩაერთო ამ ომში. სხვათა შორის ეს ომი რაღაცა თვალსაზრისით არის უნიკალური და რას გულისხმობ. პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ღიად დეკლარირებული მიზანი და რეალური მიზნები ერთმანეთს ემთხვევა. ეს არის, 91 წლიდან, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და ბიპოლარული სამყარო აღმოჩნდა მონოპოლარულ ვითარებაში და მისი უპირობო ჰეგემონი შეერთებული შტატები, შეერთებულ შტატებს დაეკისრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია და ის ღიად ამას ყოველთვის დეკლარირებულად აცხადებდა, რომ ამერიკა არის საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, დემოკრატიის და დასავლური ღირებულებების უპირობო გარანტორი და ექსპორტორი. მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იქ ახლა ვინც სპეციალისტია და ერკვევა, რომ სახელმწიფოები მარტო რაღაც დეკლარირებული მიმებით არ მოქმედებენ და ხშირად ლოზუნგის უკან გარკვეული ცივსისხლიანი პრაგმატული ან რაციონალური ინტერესებიც არსებობს, ამ ყველაფრის მიუხედავად ამერიკა თავის მოქმედებებში ყოველთვის დეკლარირებულად აცხადებდა, რომ სამხედრო გადაწყვეტილება იქნებოდა ეს თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება მისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია აი ეს ღირებულებები რაც ჩამოთვალე. საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო გაეროს წესდება, საზღვრების ურღვევობა, არაპროვოცირებული ომის არავითარ შემთხვევაში დაწყება და ასე შემდეგ, დემოკრატიის გავრცელება და შემდეგ. მათ შორის რომ გავიხსენოთ იუგოსლავიის кейსი, იქაც ამერიკა მოქმედებდა გარკვეული თვალსაზრისით ამ ჰუმანიტარული დროშის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პრაგმატულად სხვა რაღაცა ამოცანები ქონოდა, გეოსტრატეგიული ამოცანები ქონოდა. რომ გავიხსენოთ 2001 წლის შეჭრა შეერთებული შტატების ავღანეთში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო დასახელებული ავღანეთის დემოკრატიზაცია და ვესტერნიზაცია. და შეიძლება ითქვას 20 წელი დახარჯა ამერიკამ აი ამ მიზნის მისაღწევად, რომელიც საბოლოოდ როგორც საბჭოთა კავშირმა ვერ შეახლა. კრახი განიცადა. კრახა განიცადა, კი ბატონო. თუნდაც რომ გავიხსენოთ 2003 წლის ერაყის გათავისუფლების ოპერაცია. დიქტატორი სადამ ხუსეინისგან უნდა გაეთავისუფლებინათ ერაყელი საზოგადოება და იქ დასავლური ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო უნდა აშენებულიყო, რომელიც ასევე ვერ შესრულდა და საბოლოო ჯამში საერთოდ ირანის პროქსი ძალებმა სერიოზული გავლენები მოიპოვეს ამ ქვეყანაში. ანუ ტრამპი არის შეიძლება ითქვას პირველი პრეზიდენტი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს არანაირი საერთაშორისო სამართალი, ჩვენ არ გვაინტერესებს დემოკრატიის გავრცელება, ჩვენ არ გვაინტერესებს რაღაცა ომის წესები, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვიწრო ნაციონალური ინტერესები, ჩვენ გაწერილი გვაქვს მათ შორის კონტინენტების და მიხედვით, სად რა პრიორიტეტები გვაქვს და იმის და მიხედვით ვიმოქმედებთ, რაც ჩვენ გვჭირდება. რამოდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების ომის სამინისტროს ხელმძღვანელმა ბატონმა პიტ ჰექსეტმა აი პირდაპირ განაცხადა შემდეგი რამ, აი ციტირებ. მან აღნიშნა, რომ ჩვენ ირანში არ ვაპირებთო
სულელური წესების, აი სტუპიდ ტექსტი თქვა გამოიყენა, სულელური წესების, უხეშით გამოყენებია დემოკრატიის და რაღაცა ჩვენი ღირებულებების დამკვიდრებას. ჩვენი ამოცანა არის, რომ უბრალოდ სამხედრო სამიზნეების განადგურება, ცოტა უხეშად თქვა ესეც. ანუ ის განადგურება სხვანაირად უცენზუროდ გამოიყენა სიტყვა. ანუ რას ნიშნავს ახლა ეს? ეს ნიშნავს შემდეგ რაღაცას. ამერიკა როგორც სოფლიო შერიფი, სოფლიო კეთილი ბიძია, რომელიც უზრუნველყოფდა საერთაშორისო მასშტაბით თამაშის წესებს, ეგ ამერიკა ყოველ შემთხვევაში სანამ ტრამპია ძალაუფლებაში აღარ არსებობს. თუნდაც რომ გავიხსენოთ ვენესუელას кейსი, იქაც დაახლოებით იგივე კონტურები ჩანს, ხო? თავიდან გამოაცხადეს ნიკოლას მადურო როგორც დიქტატორი და მართლაც ახლა დიქტატორი იყო, აბა რა იყო. თუმცა მე თუ აქამდე გვესმოდა ხოლმე რომ დიქტატორი უნდა შეიცვალოს და დემოკრატი მართველი უნდა მოვიდეს, ეგეთი ოპოზიციონერი ქალბატონია მარია მაჩადო, რომელიც წლების განმავლობაში რეპრესირებულია და ევროპის ტერიტორიაზე იყო როგორც პოლიტდევნილი. ეს ქალბატონი კი არ დააბრუნეს უკან. ანუ უბრალოდ მოიტაცეს მადურო და მისი მარჯვენა ხელი ვიცე-პრეზიდენტი ქალბატონი დელსი როდრიგესი დატოვეს ძალაუფლებაში, მთელი ვერტიკალი დატოვეს ძალაუფლებაში და უბრალოდ მოელაპარაკნენ ეკონომიკურ საკითხებზე. ანუ ამერიკული კერძო კომპანიები შევლენ ვენესუელაში და შეძლებენ ვენესუელის ნავთობის ექსპლუატაციას, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებენ. აი მაყურებლისთვის ცოტა გასაგები რომ იყოს, აი ბიძინა ივანიშვილი რომ გამოაცხადოთ დიქტატორად, მე რომ მოიტაცონ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი კი არა, ირაკლი კარგად იყოს ღარიბაშვილი. ირაკლი კობახიძე დატოვონ ძალაუფლებაში და მთელი ქართული ოცნების ვერტიკალი დატოვონ და რაღაცეებზე მოილაპარაკონ. აი ეს არის რეალურად, რასაც ტრამპი აკეთებს. ნუ რამდენად ეს ამერიკის იმის ურტყავს, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში რას გამოიწვევს, ჩვენ შეგვიძლია ამაზეც ვისაუბროთ, თუ კითხვა ამის საშუალებას მოგცემს, მაგრამ თავარი დეკლარირებული მიზანი და თავარი დეკლარირებული ამოცანა ამერიკას აქვს შემდეგი. არსებული რეჟიმის ჩამოშლა, განეიტრალება და მნიშვნელობა არა აქვს ეს შახის ჩანაცვლებით მოხდება თუ უფრო რბილი ფორმაციის აიათოლათი, რომელიც უფრო ლოიალური იქნება ამერიკასადმი, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუ დემოკრატიული მართველი იქნება, ოღონდ ტრამპის ინტერესებს გაატარებს, მაგაზეც უარს არ იტყვიან, იდეალური ის იქნება кейსი ამერიკისთვის, ეს არის ერთი ამოცანა, მეორე ამოცანა არის ბირთვული პროგრამის განეიტრალება, არ დაშვება იმის, რომ ირანმა შეიძინოს ბირთვული ბომბი და მესამე, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც სხვათა შორის ამერიკელები წუხან, ეს არის ისრაელის როგორც რეგიონალური მოთამაშის დომინაციის უზრუნველყოფა და მისი უსაფრთხოების დაცვა ირანის სამხედრო პოტენციალის განადგურებით და მისი სარაკეტო სისტემების მოშლით. კი ბატონო, შემდეგი საკითხი, რომელზეც უნდა გადავიდეთ, უკვე რაც ახსენეთ კიდეც, აი თქვენ მაგალითად ბატონო პატა აღნიშნეთ, რომ სხვა ფორმები თუ სხვა მიდგომა პოლიტიკა უნდა გატარდეს ირანთან, იმისთვის რომ რაღაც ამერიკა შედეგი მიიღოს ისრაელთან ერთად. ამაში იგულისხმება თუ არა თქვენი გადმოსახედიდან აიათოლას რეჟიმის, ასე ვთქვათ, ჩამოშლა. თუ ეს იგულისხმება ამ თემას გავყვეთ. და ამ მიმართულებით მაშინ აქვე მექნება ის კითხვაც ძველი აიათოლას, ანუ ალი ხამენეის ჩანაცვლება მისივე შვილით, რა ეფექტს, რა გავლენას იქონიებს ირანში მიმდინარე პროცესებზე. დილმალობა, კონკრეტიკიზაკის მივდივართ. მანამდე მინდოდა მეთქვა, რომ პირველად საერთაშორისო სამართალი ასე უხეშად დაარღვია მაინც პუტინმა, როცა მოახდინა ყირიმის ანექსია. მეავლაპრ 2008 წელს საშინება ჩაიდინა საქართველოში, შემოჭრა იყო, აგრესია იყო, მაგრამ ოკუპაცია როგორც წესი არის დროებითი მოვლენა როგორც წესი და ადრე თუ გამთავდება და გვაქვს ჩვენ საქართველოს საშუალება მოლაპარაკება წარმოვოთ აფხაზურ მხარესთან, ოსურ მხარესთან, იგივე რუსეთთან ასე შემდეგ და ანუ საერთო სამართალი ისე უხეშად არ დარღვეულა, როგორც დაირღვა უკვე ყირიმის შემთხვევაში. ანექსიის შემთხვევაში. ხო, ანექსია, იმიტომ რომ მითუს, ამიტომ ნამდვილად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ტრამპა დაარღვია საერთაშორისო სამართალი ამ მიმართულებით და საკუთარ მაგ უკვე აღუშე კიდევაც რომ იერუსალიმის კონტექსტშიც დაარღვია, თუმცა უსისხლო იყო და მსოფლიო ძალიან არ შეუმჩნევია ყველაფერი ესა
რაც შეეხება თქვენს კითხვას, ძალიან მნიშვნელოვანია ეს კითხვა, იმიტომ რომ ის რაც ხდება ირანში ეს ყოველთ მიუღებელია. დაახლოებით ჩემთვის ის არის, რაც არას აკეთებდა ჰიტლერი მაგალითად. მაგრამ ჰიტლერი რო ჩამოეგდო, თუ ჩამოეშალა, ჩამოშალეს კიდევაც, მთელი თუ შეიძლება ასე 100,000 ადამიანი დაიხოცა მხოლოდ მარტო ბერლინის აღებაზე და შემდეგ უკვე ჰიტლერი იძულებული იყო მიხვდა რომ წააგო ყველაფერი, მერე თავი მოეკლა. ანუ ეს არის ყველაზე ერთ-ერთი კაფეო მაგალითი სოფლიოში რაც მომხდარა ოდესმე. ეს ამაზე დღეს სოფლიოზად არ არის. ირანმა ჩვენ თვალწინ იანვარში აი სულ ცოტა 10,000 კაცი მოკლა, თავისი მოქალაქეები მოკლენ 3 დღის განმავლობაში. სულ ცოტა, ზოგიერთი 30,000 მტკიცდება, მაგრამ 2,000-იც ყოფილიყო და 3,000 ეს საშინელება. ანუ ეს არის უსაშინლესი რეჟიმი, რომელიც ნამდვილად არის ანტიკაცობრიობის, ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული თავის მოქალაქეებს ხოცავს. ჰიტლერი ხებს ხოცავდა, შეიძლება ასე ითქვას და ამიტომ მოუწია წასვლა. ეს თავის ხალხს მოქალაქეებს ხოცავდა. ამიტომ რა თქმა უნდა ეს რეჟიმი არ უნდა არსებობდეს. ირანი ჩვენი მეზობელია, რეგიონის მეზობელი, ამ წუთში სახელმწიფო საზღვრები არ აქვს, მაგრამ ირანს კარგად ვიცით ქართველები, ართლა ისე თქვათ ეს იდეალური ცხოვრება ქონდა მათთან. და ახლა არ გადავყვები ისტორიას, ამიტომ ჩვენ დეტალურად პრაქტიკულად ყავს უნიკალური ირანისტები და მართლა ქართველები როგორც ეს ირანი იციან სკოლის ზონაზე და ასე შემდეგ. ამ ფონზე აი მრავალსაუკუნიანი ირანის ისტორიაში ბოლო 40 წელი ტარდება საშინელი ექსპერიმენტი, რაც არ ყოფილა ირანის ისტორიაში არასდროს. 1979 წლიდან აეტოლა ხომეინმა შექმნა ახალი იდეოლოგია, როგორ უნდა მართავდეს ისლამი სახელმწიფოს. ისევ და ისევ ჩვენთვის კარგად ნაცნობი შაჰ აბასიდან იწყება ეს ისტორია, როცა უმცირესობაში მყოფი შიიზმი, ისლამში ყოველთვის გავრცელებულია სუნიზმი. ყველგან ძირითადად და მაშინ ირანი იყო სუნიტური. შაჰ აბასის დროს, ადრე დაიწყო. აი შაჰ აბასი იყო პირველი შაჰი, რომელმაც გამოარჩია უმცირესობაში მყოფი სუნიზმი და დაუპირისპირა ოსმალეთის იმპერიაში არსებულ შიიზმი და დაუპირისპირა ოსმალეთის იმპერიაში არსებულ სუნიზმს. და ამით თავისი სიძლიერე გაამყარა. შაჰ აბასი მართლა საშინელი შაჰი იყო, საქართველოს ვიცით ეს კარგად, მაგრამ გარკვეული რეფორმატორი იყო ირანის გაგები და დღემდე ირანში ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან შაჰად. აი ამ ფონზე აქედან იწყება შიიზმის წარმატება სახელმწიფოებრივ მართლაც, ოღონდ შაჰი იყო თვითონ შაჰი და შიიზმის შემოიტაკვით იდეოლოგია. ესე მოდიოდა 1979 წელს. 1979 წელს ირანელი ხალხი აგდებს შაჰს, ამ შემთხვევაში ამ წუთში ჩვენი საქმე არა და კი ბატონო ამაზე შევილაპარაკოთ და უცებ აი მაგალითად საპატრიარქო რომ გახდეს საქართველოს მმართველი. პატრიარქი, პრეზიდენტი და ასე, ანუ იწყება მმართველობა რელიგიური ირანში. ანუ თუ ჩვენთან რელიგია არის მხარდამჭერი ხელისუფლების ეხმარება მორალურ საკითხებზე რაღაც გარკვეულ არ მართავს, არ მონაწილეობს მართვაში, ირანშიც ესე იყო, 79 წლიდან დაიწყო მართვა და კაირო ყოფილიყო კიდე ხო, ჩამოინგრა ყველაფერი. ირანი გაჩერდა, ირანი გაიყინა, პრაქტიკულად არანაირი პროცესები არა, უკან და უკან მიდის და მტრად ამოიჩემა ისრაელი. კი ბატონო, ამაზე შეიძლება მართლა ძალიან დიდი მადლობა რომ თემებზე მოგვიწვიეთ და საინტერესო რაღაცებია. რატომ ანდა მაინც ისრაელი? იმიტომ რომ ამით მოინდომა ისლამური სამყაროს ლიდერობა. არა მარტო ირანში ყოფილიყო მართველი ძალა, არამედ აი თქვენ რომ პალესტინა გაგში სუნიტებოდა, როვერ პატრონობთ და ისრაელი თავს წამოგაჯდათ, არა? აი მე შიიტები დავიცავ სუნიტების უფლებას. არაბები რო დოკლაპიები ხარ და ვერ ვაკეთებ. აი მე შიიტი მიხვდავ ამას. ანუ მას ამ აეტოლა ხომეინმა მოინდომა შიიტები დაეყნებინა სუნიტებზე მაღლა და გარკვეულ წარმატებას მიაღწია. მან ეს იდეოლოგია გაავრცელა მთელ ამ ღერძზე, რასაც ეძახიან ღერძს, ეს არის სირია, ერაყი, ლიბანი და ქვია ძამშოლოვანი ეს სარტყელებით არის ეს შიიტების დიახ და ამ ფონზე აშკარად მან ისრაელი მტერი გჭირდება ნებისმიერ ესე თქვა ავტორიტარულ მართლობა ჭირდება მტერი. ვიღაცას ჭირდება ამერიკა იყოს მტერი, ვიღაცას ჭირდება ისლამი იყოს მტერი, ან ქრისტიანობა იყოს მტერი, კი ბატონო შეიძლება და მტრის ძებნა არის აუცილებელი ნებისმიერი რაღაცა ავტორიტარული მართლობა, რომელიც ვერ ეყრდნობა თავის ხალხს, უნდა ეყრდნობოდეს რაღაც იდეოლოგიას. და აი ამ ფონზე მან ქვია ირანი შევიდა ჩიხში. დღეს თუ ის ქვია
თუ აეტოლო ხომეინმა თავის თქვათ ასე პატიოსნად რელიგიურად მართა სიტუაცია, მან ამასობაში შექმნა ძალიან საშინელი მონსტრი ისლამის რევოლუციის გუშაკთა კორპუსი და დღეს ისინი როგორც სტალინზოს მართავდა კაკებე უშიშროება, აი დღეს ისინი მართავდნენ და მათ აირჩიეს სწორედ აქვია აეტოლო ხამენეის უკვე შვილი დღეს გაიყვანეს ცოცხალია თუ ალბათ უფრო ცოცხალია ვიდრე მკვდარი, მაგრამ მკვდარიც რო იყოს სამწუხაროდ მაჭირდებათ ლეგიტიმაცია მართლობისა. მაინც მე მგონი რომ ცოცხალია ოღონდ დაჭრილი ჩანს, იმიტომ რომ მკვდარი რო იყოს მაინც რაღაც ირანული დემოკრატია ბჭყალებში არსებობს, იქ არსებობს რაღაც ფრაქციები რაღაცები და მოინდობებენ ახალი აეტოლას არჩევას. ნებისმიერ შემთხვევაში ეს რეჟიმი უნდა იყოს ქვია ამ რეჟიმი კი არა, ამ რეჟიმის საქმიანობა ამ ფორმით უნდა იყოს გაჩერებული. და ამიტომ ხშირად ვამბობ, რომ მე ირანის დღევანდელ რეჟიმს ვადარებ ძალიან საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირის დროს პრემიერ-მინისტრი კი არ მართავდა ქვეყანას, ამ პრეზიდენტი, კომუნისტური პარტია მართავდა. და პოლიტბიურო იყო, თქვენ ახალგაზრდები ხართ და ხალხ როგორც პოლიტიკოსები გეცოდინებათ ეს დეტალებში კარგად, მაგრამ მე ჩვენ სხეულად გზნობდით ამას. პოლიტბიურო იყო და კომუნისტები ირჩევდნენ ვიღაცა ფიგურს, ხალხი არ მონაწილეობდა. ვიღაც გორბაჩოვს, ვიღაც ბრეჟნევს, ვიღაცებს და რო შევიდა კრიზისში საბჭოთა კავშირი პოლიტბიუროდან იპოვეს კაცი, გორბაჩოვი, რომელმაც დაიწყო საბჭოთა კავშირის რეფორმა. ვინაიდან ირანს მართავს არა პრეზიდენტი, არა პარლამენტი, თუმცა არსებობს, არამედ ეს აეტოლების ან სასულიერო პირების მმართველობა, ამიტომ საჭიროა ვიღაცა აეტოლა, ხუმრობთ აეტოლა გორბაჩოვი უნდა მოვიდეს, ვინც მოანგრევს ზემოდან აი ამ სტრუქტურას. და პირდაპირ პრეზიდენტს გადასცემენ ძალაუფლებას და პირდაპირ პარლამენტს გადასცემენ. ეს შეიძლება, მაგრამ გარედან რაც ახლა ხდება, შეუძლებელია მხოლოდ კრავს რეჟიმს და მხოლოდ აძლიერებს ამას, იმიტომ რომ იქ ხალხი სულ ცოტა 40% მაინც ამ რეჟიმის მომხრეა. ამ გუშაკთა კორპუსს ძალა არ ყოფნის ამერიკელებს და ისრაელს გაუსწორდეს, მაგრამ ძალა ყოფნით თავის ხალხი ამოხოცოს. ანუ აქ შეიძლება დაიწყოს საშინელი ხოცვა-ჟლეტვა, გაგრძელდეს კიდე. ამიტომ საჭიროა რაღაც მოლაპარაკებები, კი ომანი ვახსენე, იქ უამრავი არაბული სახელმწიფოები არიან, ვინც შეიძლება შიგნიდან მიუდგენ ირანს და უთხრან. ბოლოს შეგინარჩუნებ რეჟიმს, ანუ აეთოლებით არჩებით, პრობლემა არა, ოღონდ გააგდე ხელიდან ბირთვული იარაღი, რაში ჭირდება, აი რა შევქვათ უნდა ბირთვული იარაღი. უდიდეს სახელმწიფოებს, იაპონია, გერმანია, თურქეთი, კანადა, არა ბირთვული იარაღი და ქვეყანა არ იქცება. და მეორე აღიარ ისრაელის სახელმწიფო დაანებე თავი ისრაელის განადგურებაზე ფიქს. თუ ამ ორ პირობაზე წამოიყვანეს ირანი, მე მგონი რომ უკვე ვინ იქნება აეტოლა და ვინ იქნება პრეზიდენტი და ვინ იქნება პარლამენტი, ეს მეორადი იქნება, მაგრამ თუ ეს ორი პირობა ირანამ არ დათმო, რაღაც ფორმით გაგრძელდება ეს დაპირისპირება. გასაგები, ანუ თქვენ რაც ისაუბრეთ, მოკლედ რომ შევასწრამოთ, რაც უფრო გაგრძელდება დაპირისპირება, უფრო სწორედ რაც უფრო გაგრძელდება გარედან ზეწოლა და წნეხი, უფრო მეტად შეიკროება ხალხი აიეთოლების. შედეგი ვერ დადგება რა მიზანიც აქვს, აი გარედან რა მიზანიც აქვს დღეს ამერიკას და ისრაელს. უარყოფითი ირანზე. გივე კითხულობ ამ შემთხვევაში გიორგი შენ. ამ საკითხში მე იდენტური მოსაზრება მაქვს, მიუხედავად იმ შეფასებისა, თუ როგორ რეპრესიული ძალა და გასაგებიც აქვს თეოკრატიული მართლობა, დემოკრატია რო ვერ იქნება და ადამიანის უფლებების საკითხი რო პრიორიტეტად არ ექნებათ დასახელებული, ეგ თავიდანვე გასაგები იყო. თუმცა მე მგონია, რომ რაღაცა თვალსაზრისით ამ ისლამურ რევოლუციას ხელი შეუწყო თავად შეერთებულმა შტატებმა, ჩემი მოსაზრებით და მაგისახელებს თვალსაზრისით. თქვენ გეცოდინებათ, რომ შახამდე ირანს ყავდა დემოკრატიული გზით არჩეული პრემიერ-მინისტრი ბატონი მოჰამედ მოსადიკი, რომელიც CIA-ის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად იქნა თან აღიარებულია, ეს არ არის რაღაც კონსპიროლოგია, 2013 წელს თუ არ ვცდები ცენტრალური სადაზვერვო სამსახურმა გამოაქვეყნა ეგ დოკუმენტები და დაადასტურა, რომ ბრიტანეთის სპეცსამსახურები და ამერიკელები ღიად მონაწილეობდნენ ამ მოსადიკის ჩამოსაღებად და იმის რესტავრაციას, შახის ფეხლევის დინასტიის რესტავრაციას ხელს უწყობდა და პრობლემა რაში იყო? პრობლემა იმაში იყო, რომ ეს მოჰამედ მოსადიკი ნავთობის ნაციონალიზაციით დაკავდა. კი ბატონო, ნამდვილად. ამერიკელებს და ბრიტანელებს წაართვა ის ექსკლუზიური კომპანიებს წაართვა ის ექსკლუზიური
უფლებამოსილება, რომელიც მათ გააჩნდათ ირანული ენერგომატარებლების ექსპლუატაციის კუთხით. და მე მგონია რაღაცა თვალსაზრისით აი ეს საშინელი ისლამური შემდეგ აი ეს რეჟიმი იყო ერთგვარი ეს პროტესტის და უკმაყოფილების შესაბამის კალაპოტში ჩასვლა, იმიტომ რომ თავად ეს პრემიერ-მინისტრი იყო მემარცხენე შეხედულების და ისლამური რევოლუცია არის მემარცხენე იდეოლოგიის და ისლამიზმის რაღაც ერთგვარი ჰიბრიდი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ერთგვარი ეს უკმაყოფილება, რომელიც ირანელ ხალხს გააჩნდა ამ ვიცე-პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ჩამოღების შედეგად კონვერტირდა ამ ისლამისტურ ფუნდამენტალიზმში, რომელიც შემდეგ უკვე მოვიდა ძალაუფლებაში. მაგრამ ჩემი აზრით ეს მეორე ხარისხოვანია და ჩვენ ავად ესა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, საქართველოს და ქართველებზე არ არის დამოკიდებული, რა მოხდება და როგორ იქნება. ჩვენ რა პოზიციაც არ უნდა დავაფიქსიროთ, აი რომელი მხარეც არ უნდა გამოვაცხადოთ ჩვენთვის უფრო მისაღებად, ამით არაფერი არ იცვლება. უფრო მგონია, რომ ღია დაფიქსირებით შეიძლება პრობლემები შევიქმნათ კიდევაც საქართველოს როგორც რეგიონალურმა მოთამაშემ. მაგრამ თვითონ ობიექტურად რომ შევაფასოთ მიმდინარე პროცესები, აბსოლუტურად იგივე აზრი მაქვს მეც. საგარეო ინტერვენციით, მით უმეტეს ასეთი ფორმით ინტერვენციით, ამ სახის რეჟიმის ჩამოშლა მე საერთოდ შეუძლებელი მგონია. და მარტივ მაგალითს მოვიყვან, აი მაგალითად, რომელიც ქართველებისთვისაც გასაგები იქნება. აი მე მახსოვს მაგალითად წინა ხელისუფლების დროს თქვენ იყავით ოპოზიციაში. ერთ-ერთი აქტიური ოპოზიციონერი იყავი, მახსოვს. მე პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი და ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება მქონდა იმ მთავრობისადმი. და მათ შორის ხშირად მიტინგებზეც გამოსულ ვარ 7 ნოემბერი იქნება თუ სხვა პროცესები. როგორც რიგითი დემონსტრანტი თუ მოქალაქე აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას ამ პროცესებში. და ჩემი და თქვენი სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, როდესაც საქართველოში მოხდა 2008 წლის ომი, როდესაც რუსეთი შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში, დაგვიბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჯარისკაცები დავკარგეთ, ჩვენი პირველი რეაქცია რა იყო? ხელისუფლების მიმართ აჯანყება თუ პირიქით ხელისუფლების გარშემო გარკვეული კონსოლიდაცია საერთო მტრის წინააღმდეგ. კი ბატონო. მე მგონი ეს იყო, ხო, ეს პირველი ინსტინქტი, რომელიც მე დამეუფლა ყოველ შემთხვევაში მაშინ იყო, ნუ ეხა ერთად უნდა შევიკრა და უნდა გადავრჩეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგივე ენერგია, იგივე შეხედულება სავარაუდოდ იმარჯვებს ირანში. მით უმეტეს იმ პროპაგანდის ფონზე, რა პროპაგანდაც ირანს გააჩნია შიგნიდან, ნუ მან ალტერნატივა არ არის. მან არის მხოლოდ სამთავრობო პროპაგანდა, ინტერნეტი. გათიშული ალტერნატიული მესიჯი, ალტერნატიული სიგნალის მიწოდება საზოგადოებისთვის შეუძლებელია და საგარეო ინტერვენციის ფონზე ცხადია, ხელისუფლება მარტივად ახერხებს საკუთარი მოსახლეობის, თუნდაც ოპოზიციურად იყოს განწყობილი იმის კონსოლიდაციას, მით უმეტეს იმ საშინელი რაღაც ტრაგედიების ფონზე, რომელიც თუნდაც იმ გოგონათა სკოლის შემთხვევაში მოხდა, როდესაც 170 ბავშვი ერთი რაკეტის დარტყმის შედეგად დაიღუპა. ცხადია, ასეთ ვითარებაში, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრება, ირანის ამ მეთოდებით ირანის რეჟიმის შეცვლა მეც ნაკლებად სავარაუდო მგონია. რა მეთოდებიღა დარჩა ამერიკას, ანუ რა უნდა გააკეთოს მაშინ სხვა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი შეცვალოს, ნუ ამაზე შეგვიძლია შენ თუ მე ამ კითხვას დასვავს. ზუსტად მაშინ ამ ხაზი. მარტო მე რო არ ვილაპარაკო. ხო, გავყვეთ ზუსტად ამ ხაზს მაშინ, რადგან ორივე მხარე მახსენეთ ის, რომ ამ ფორმით შეუძლებელია ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში აიათოლების რეჟიმის ჩამოშლა თუ ჩამოგდება, მაშინ როგორი უნდა იყოს პოლიტიკა, რომელსაც გაატარებს ამ შემთხვევაში შტატები და რომელიც იქნება უფრო მეტად ხელსაყრელი, ან რომელიც იმუშავებს თუნდაც იმ საზოგადოებას, რომელიც თქვენც აღნიშნეთ, რომ უფრო მეტად ერთმუშტად შეკრული ხდება, ვიდრე აიათოლების რეჟიმის წინააღმდეგი. ო, აშკარა ჩანს, რომ ტრამპი
არ იყო კარგად მომზადებული ამ ოპერაციისათვის. ახლა ეგონა რომ დაახლოებით ისე გამოვიდოდა როგორც ვენესუელაში ცოტა სირთულეთ, მაგრამ მაინც დაახლოებით ისე მე მგონი ისრაელმაც დააჯერა რომ ყველაფერი ჩვენ ყავს ხალხი მართლა ჩანსული ისრაელ ბევრი ხალხი ყავს შიგნით სპეცრაგაც ხალხი სამსახურები და რაღაც გარკვეულია და რაღაცას აკონტროლებენ ნამდვილად, მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერს არა. და აშკარა არის რომ ორ ეპიზოდში პირველ დღეებში ორ ეპიზოდში გამოჩნდა რომ ტრამპი არ იყო მზად და ორი ეპიზოდი გვით. პირველი რომ აშკარად მოულოდნელი იყო მისთვის რომ ირანმა დაიწყო დაბომბვა სპარსეთის ყურეს მთლიანად ინფრასტრუქტურის რაც ამერიკელებისა ბაზები ან ამერიკელთა კავშირშია რაღაც სასტუმროები ასე შემდეგ. ეს მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ისრაელმა შეიქმნა ძალიან კარგი თავდაცვის სისტემა ეს რკინის თაღი და მართლაც შეუძლებელია ისრაელის დაბომბვა, რაც არ უნდა ბევრი რაკეტები კონდეს ირანს. მაგრამ თურმე საერთოდ დაუცველი არის სამხედრო ბაზების კერდა სასაცილო სიტუაცია ჩავარდა ცოტა უცნაური, იმიტომ რომ ამერიკამ დაიწყო თავისი სამხედრო ბაზებიდან და ქვია თანამშრომლების ევაკუაცია. რა სამხედრო ბაზაა თუ ევაკუაციას ახდა. ნუ სამხედრო ბაზა ხო გჭირდება ომის დროს ალბათ არა, მე ესე მგონია. და თუ სამხედრო ბაზას ომის დროს ვერ იცავს ბაზა, მაშინ რაღა ბაზაა. ხო, აქაც კი რაღაცნაირად ანუ აშკარად ჩანს რომ ისრაელმა ირანმა ისე ძალიან საშინელი პოლიტიკა ესა, სრულიად ამორალური ჩემთვის, რომ რა კი მე მაინც ჯოჯოხეთში მივდივარ, ბარემ წავიყოლებ სხვებს, რომელიც ამაშუაში არაა და სუვერენული სახელმწიფოები ან გარშემო ყველა და არაფერი საერთო პირ და დღემდე აი ამ წუთამდე არ ჩართულა ნომში. ეს არაბულ სახელმწიფოები, არ თურქულენოვანი სახელმწიფოები, აზერბაიჯანი და თურქეთი არ ერევიან ომში. მიუხედავად ამისა, ირანმა ჩათვალა, რომ ჯოჯოხეთში უნდა ჩაიყოლიოს ეს სახელმწიფოები. ძალიან მცდარი, არათუ მცდარი ამორალური პოლიტიკაა. ეს პირველი შეცდომა ამერიკის, რომ მან ვერ გათვალა, რომ ირანი ამის გამკეთებელია. სადა დაზვერვა, თუ არ იცოდნენ, რომ კი აეტოლა ხამენეის მარშრუტს სწავლობენ კარგია და ქვია, ეფექტურად გაანეიტრალეს და მოკლეს, მაგრამ თავში რა უდევს ესაც უნდა გსურვოდა თავში თურმე უდევს ის რომ უნდა ჩაიყოლიონ ჯოჯოხეთში დანარჩენები და მეორე მოინდომეს ირანში ქურთების აჯანყება რაც აბსურდულის კი არა აჯანყება შეუძლებელი შეიძლება მაგრამ ქურთები არ ფიქრობენ თეირანზე და არ ფიქრობენ ქვია რომ დემოკრატიზაცია მოახდინონ ირანის მათულად გამოყოფა უნდათ ირანიდან და არა იქ რეჟიმის შეცვლა ამიტომ როგორც კი მე თურქეთმა უხსნა ძალიან გასაგება და ასევე ერაყმა და ასევე სირიამ რომ ეს მათთვის მიუღებელია თუ ქურთებს აძლევიან რას რომ გამოეყონ ისინი შექმნენ თავის სახელმწიფოს და ახალი პრობლემები შეგვექნება ჩვენ ამიტომ ძალიან კარგად ბოდიში გაუიასნეს ქვია ტრამპს რომ ესე მუშაობა და უცებ გაჩერდა ქურთული თემაც ანუ აშკარად ჩანს რომ არ იყო მზად და როცა არ იცოდა რომ ქურთები ძალიან მებრძოლი ხალხი არიან ძალიან ძლიერი ხალხია ნამდვილად მაგრამ ის მათი ამოცანა არა ირანის მოდერნიზაცია და ირანის ტრანსფორმაცია მათი ამოცანა ირანიდან წამოსვლა დაახლოებით ვიღაცამ რომ ბევრი იარაღი მისცეს აფხაზებსო ჩადით ეხლა თბილისში და რეჟიმის შეცვალეთ რაში გამოიყევენ აფხაზები ამერად ქართველებს წინ არა თბილისის გასათავისუფლებლად პირობით არამედ კიდე მეტად უფრო გამოეყონ მასაქვია საქართველოს აი დაახლოებით ასეთ ელემენტურ რაღაცები არ გესმის ძალიან რთულია ამიტომ მე მგონი რომ ეხლა მოუწევს თან დღემდე არ არის ბოლომდე თქვენს ახსენეთ და მე არ გამოურცხავ მაგრამ მე მაინც გონია რომ ხვდებიან რომ რეჟიმის ჩამოშლა არ გამოდის ამიტომ რაღაც ფორმით უნდა გამოძოს ახლა სიტუაციიდან და მეტად დაეყოს არაბულ სახელმწიფოებს მე პირველ რიგში ალბათ ემირატებს და საუდის არაბეთს და როგორმე დაიწყონ მათ მოლაპარაკებები თეირანთან ამოვიდოს თურქეთთან თურქეთმა ძალიან ყოჩაღდა ძალიან სამი დაბომბვა აპატია თუ შეიძლება ასე ითქვას ირანს სამი რაკეტა და დღეს თუ არ ვწდებით გუშინ გარანტირებული თქვა რომ ჩვენ არ ჩავერთვებით საომარ მოქმედებებში ძალიან პრინციპული მნიშვნელოვანია და ასევე დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანსაც საჩერებს იმიტომ ალიევი ნამდვილად პირველ დღეს ბრუნდა ყველაფერზე ძალიან ისეთი სიტყვები ქონდა რა ქვია ძალიან არაპოლიტიკური და არადიპლომატიური ყველა გაბრაზებულია ირანზე მიუხედავად ამისა ყველა ხვდება ამერიკის გარდა და ისრაელი ცოტა გაჩუმდა იმიტომ რომ მიხვდა რომ ნამეტანი ღრმად შევიდნენ ამაში და გამოსავალ გზას ახლა ეძებენ ყველა ხვდება რომ საჭიროა სხვა რამ და რა არის ეს სხვა რამ რეჟიმი არ უნდა ჩამოიშალოს მე მას გონია რომ სწორად მოიქცა ვენესუელაში ტრამპი რომ არ ჩამოშალა რეჟიმი და ამიტომ რომ რაღაც სამოქალაქო ომი დაიწყებოდა იარაღი აქ ერთხარეს ხალხი გამოვიდოდა დაიწყებოდა სისხლისღვრა მე მგონი სწორად მოიქცა არ ჩამოშალოს რეჟიმი და დაიწყო ლაპარაკი რაზეც თქვი რომ ბირთვული იარაღის პროგრამის გაუქმებაზე და ისრაელთან ურთიერთობების დალაგებაზე და დანარჩენი უკვე თვითონ მოაგვარონ სიტუაცია როგორ იქნება კონსტიტუცია ესეა მოწყობილი ქვია
ირანის, რომ პარლამენტის წევრი ვერ გახდები, თუ არ მიიღე შენ ექსპერტთა საბჭოდან ნებართვა. მე რომ მოვიდოდოთ, თქვენ რომ მოვიდოდოთ პარლამენტის წევრობა, მე უნდა შევიტარო სხვაგან, როგორც რუსეთშია, ფილტრი უნდა გავიარო და მე მომცემენ ნებართვას. ასევე პრეზიდენტი. ანუ ვიღაც აიატოლამ ამ შემთხვევაში ყველაზე ახლა ამ შემთხვევაში თუ ეს კაცი ჯერ კიდე ცოცხალია ხამენეის ვაჟი, მან უნდა თქვას, რომ მე ვიწყებ რეფორმებს, ვიწვევ ამ ირანის თქვათ ასე ისლამის სპეციალისტებს და ჩვენ ვღებულ გაწყვეტილებას, რომ ეს აიათოლები აღარ იქნებიან მართველი ძალა ქვეყანაში. პარლამენტის არჩევნები კონსტიტუცია შეიცვალოს, ხოლმე შეცვლას ერთი კვირა უნდა მეტი არა. იქნება ახალი კონსტიტუცია, კონსტიტუციით არჩევნები იქნება არჩევნები პირდაპირ. შეიძლება რაღაც დათქმები იყოს, მაგრამ მაინც პირდაპირ იქნება არჩევნები, თუნდაც მაჟორიტარული იყოს ხოლმე და არაპროპორციული და პრეზიდენტის არჩევნები იქნება პირდაპირ. და ჩვენ ვიღებთ ვალდებულება, დავიცვათ ადამიანის უფლებები, რაღაცები და ანუ შეიძლება, მაგრამ სხვა რამ აი შახი რო ჩაიყვანონ რაღაცა სპეცრაზმა აგა 5000 კაცმა შეიყვანონ თეირანში და სამე დასვან არანერი კონსტიტუციური არ არსებობს საშუალება ეს შახი გახდეს პირველი პირი, იმიტომ რომ არალეგიტიმური იქნება და ხალხი არ დაემორჩილება. შესაბამისად საჭირო ან რაც მოუვიდა, რაც მოხდა რევოლუციის დროს ამი დავამთავრებ რომ მართლა რო არ წავიღო ბევრი შახი, როცა მიხვდა რომ მისი არ იყო სახელმწიფო, ფრინავი იყო, ჩაჭდა თავის თვითფრინავში და დატოვა ირანი. აი ან რევოლუცია უნდა მოხდეს და ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და ჩამოშალოს. ერთადერთი ვისაც შეუძლია ჩამოშალოს რეჟიმი, ეს არის მხოლოდ ხალხი. როგორც საქართველოში, ისე ირანში. ანუ სხვა გარედან ეს არ კეთდება. ანუ ან ხალხმა უნდა ჩამოშალოს და გაიქცეს აიატოლები ირანიდან, ან და ხელები აწიონ. ან აი გარედან აიატოლება როგორც საბჭოთა კავშირში პოლიტბიურომ უნდა მოახდინოს ამ რეფორმების ჩატარება. ესე იგი, მგონი საქართველოში ხალხს ცოტა უჭირს რეჟიმის ჩამოსვლა. და ირანშიც მაგრამ ო, სხვათა შორის აი პირველ საერთოდ პოლიტიკოსები მით უმეტეს აი უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ხშირად რასაც ამბობენ ხოლმე, კარგად უნდა მოусმინოთ. იმიტომ რომ რაღაცა სიმართლის მაგდაგვარია. ყოველ შემთხვევაში სურვილი შეიძლება ამოიკითხო. ტრამპის პირველი განცხადება, რომ კარგად ყურადღებით მოვისვინოთ, მან რა ილაპარაკა. მან თქვა შემდეგი რაღაცა, რომ მოთმინების ფიალა აივსო შეერთებული შტატების და ისრაელის და ისინი გადადიან სამხედრო მოქმედებებზე და ირანელ ხალხს მიეცემა უნიკალური შესაძლებლობა თავისი ბედი თავად გადაწყვიტოს. ეხლა ეს განცხადება ჩვენ როგორ უნდა ვთარგმნოთ? და ვთარგმნოთ შემდეგნაირად. ამერიკა გააკეთებს სამხედრო გზით იმ ნიადაგს მოამზადებს იმისთვის, რომ რეჟიმი იყოს დაუცველი, განეიტრალებული, დანარჩენი ძალაუფლება იქნება ქუჩაში და აი ვინც აპროტესტებდით იანვრის თვეში გამოდით და აიღეთ ხელში ძალაუფლება. იმ მიზეზთა გამო რაც ჩამოვთვალე წინა ჩემი საუბრის დროს, ეს ვერ მოხერხდა, ეს გეგმა აშკარად ჩაფლავდა. თუ ხოცავენ ხალხს და მშვიდობიანი მოსახლეობა იხოცება და ცხადი ამ ვითარებაში შენ ქუჩაში ვერავის ვერ გამოიყვანე ხა. სულ რომ ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის არ შეგეშინდეს, შეიძლება იმ დაღუპული ადამიანის ოჯახის წევრი შეგეშინდეს, ხო ისიც იმის რადიკალიზაციაც მოხდება. შესაბამისად თუნდაც იმ შემდეგ ნაბიჯებში ჩანდა, რომ რაღაც გეგმები იცვლებოდა თვალსა და ხელშუა. ჯერ 2-3 დღე იყო გამოცხადებული, შემდეგ დაიწყეს სპონტანურად მოლაპარაკებები ქურთებთან და ქურთების დაყოლიება ვერ მოხერხდა ორი მიზეზის გამო, ჩემი აზრით. პირველ რიგში, იმიტომ რომ თავად ქურთები მიხვდნენ, რომ რაღაც ავანტურაში ყოფდნენ თავს, რომელიც წინასწარ არ იყო მომზადებული, პლუს ქურთებს გარკვეული ნეგატიური გამოცდილება აქვთ ამერიკელებთან ურთიერთობების სირიაში, როდესაც ქურთები ძალიან აქტიურად იბრძოდნენ ამერიკელების მხარეს, თუნდაც თავიდან ასადის წინააღმდეგ, მერე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ და როდესაც თურქული პროქსი ძალები მოვიდნენ სირიაში ძალაუფლებაში, ბატონი ყოფილი ტერორისტის ჯულიანის მეთაურობით და მათ დაიწყეს საკმაოდ ბრუტალური მეთოდებით უმცირესობების დახოცვა და თავისი რაღაც ისლამისტური ბოდვების ძალაუფლებაში მოყვანა. მათ შორის ეს შეეხო ქურთებს და ამერიკამ ვერ დაიცვა ქურთები, იმიტომ რომ არ ჩათვალა ქურთები იმდენად საჭირო მოკავშირეთ, რომ თურქეთს დაპირისპირებოდა. ეგ მნიშვნელოვანია, რატო არ ჩაერთო, საშუალებები არ ქონდა.
ამერიკას ქონდა რა თქმა უნდა ხა სამხედრო იქ მექანიზმი იქ არიან ხო ჯერ ერთი აგერ ირანს თუ ბომბავ და ირან 90 მილიონიანი ქვეყნის წინააღმდეგ თუ გაქვს სამხედრო ბერკეტები ხა სირიის თავრობის წინააღმდეგაც გექნება უბრალოდ სირიის უკან იდგა თურქეთი შესაბამისად თურქეთის წინააღმდეგ ქურთების სასარგებლოდ ამერიკელები არ წავიდნენ არ არიან იმ დონის პრიორიტეტი მოკავშირეები როგორც მაგალითად ისრაელის სხვა მასშტაბის მოკავშირეა ხშირად ამერიკელები იმასაც ამბობენ ხოლმე რამდენად ისრაელია ამერიკა არის ისრაელის მოკავშირე და არა პირიქით ანუ ეგეთი მოსაზრებებიც კი არის და შესაბამისად აქაც ხვდებით რომ აი ეს მეორე სეპარატისტული კარტის გათამაშებაც აღარ გამოვიდა და ეხლა გააგრძელეს კვლავ რაღაც დაბომბვები მესამე კვირა გადის უკვე ირან თავის ხრივ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ასე ვთქვათ, ну, რამდენად მორალური ეგ ცალკე საკითხია, ეგ ჩვენი გადასაწყვეტი ნამდვილად არა, ირანი აკეთებს და ეგ მორალურია თუ ამორალურია, ფაქტი ფაქტად რჩება, ბომბავს თავის მეზობლებს, სადაც ამერიკული ბაზები მდებარეობს. ამერიკელები მაგ ბაზას ვერ იცავენ, იმიტომ რომ იმდენად იაფასიან საბრძოლო მასალას იყენებს ირანი $20,000 მოპედის დრავიან დრონებს ისვრის, რომლის გადაჭრა არის ან ძალიან ძვირადღირებული, ან პრაქტიკულად შეუძლებელი და სხვათა შორის ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა ამას წინათ რომ ხო, ანუ 4 წელიწადში ჩვენ რამდენი რაკეტაც მოგცეს, პეტრიოტის ტიპის რაკეტა, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტა. 4 წელიწადში რაც ჩვენ დავხარჯეთ, იმაზე მეტი დაიხარჯაო ისრაელის ცაზე 4 დღის განმავლობაში. დაახლოებით 800 წალ პეტრიოტის ტიპის რაკეტაზეა საუბარი. ხო უნდა წარმოვიდგინოთ რა მასშტაბის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის გარდა ირანმა ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომელიც არის აქილევსის ქუსლი მთლიანად აი ამ ნავთობის ექსპორტის, იმიტომ რომ 1/3 გადის სოფლიო ბაზარზე ამ სრუტის მეშვეობით და ირანის გეოგრაფია და მისი მდებარეობა იდეალურად აძლევს იმის საშუალებას ირანს, რომ არც ერთი სამხედრო ხომალდი იქნება ეს თუ სამოქალაქო ხომალდი არ გაატაროს თავის ტერიტორიაზე ამ სრუტეში. ამიტომ უყურეთ პრობლემა რაშია? აი თქვენ ბრძანეთ რომ ყველაზე იდეალური გამოსავალი იქნებოდა გარკვეული კონსენსუსი მხარეებს შორის. იმიტომ რომ ფაქტია რომ რეჟიმი არ ჩამოიშალა და ბუნდოვანია საერთოდ რამდენი ხანი უნდა ბომბონ კიდემ ეს ირანი რომ ჩამოიშალოს. შეიძლება საერთოდ არ ჩამოიშალოს, თუნდაც 1 წელი ბომბონ. აი მაგალითად 20 წელი ბომბავდნენ თალიბანს ავღანეთში. თავისი ჯარიც კი ყავდათ შიგნით. ქვეითი ჯარიც ყავდათ. არა მარტო ძვირადღირებულ დისტანციურ იარაღს იყენებდნენ. უბრალოდ შეიძლება აქციონ ავღანეთად, ანუ ასე ცივილიზებული სამყარო ირანი აქციონ ავღანეთის დონე. კი ბატონო, თუმცა აქაც პრობლემატურია დისტანცია. ქვის ხანა შეიძლება გახდეს ირანში. შეიძლება, უბრალოდ ესეც პრობლემატურია თუ შენ იქ სახმელეთო ჯარი არ შეიყვანე. ძვირადღირებული რაკეტები დისტანციურად 90 მილიონიანი 2 მილიონი კვადრატული კილომეტრის სახელმწიფოს ქვის ხანაში ჩაგდება რთულია. კი, ამიტომ და საშიშია, მე სულაც არ მიმაჩნიეს კარგრამეთ. არა, მესმის. ამიტომ უყურეთ პრობლემა რაშია. ირანის ხელმძღვანელობა ხვდება, რომ მას აქვს ისეთი ინსტრუმენტი, რომლის წინააღმდეგ ბერკეტი ამერიკას არ აქვს, საუბარია ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაზე და არ ვიცი თქვენ ნახეთ თუ არა ტრამპის გუშინდელი განცხადება, როდესაც მან სხვა სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ დაიცავითო თქვენი გემები. ანუ თვითონ დაიწყო, ანუ შეჭრა, არავის არ გაუფრთხილებია და ახლა ჩინეთს მოუწოდა, რომ შენ შეიყვანეო, გამიხსენიო ჰორმუზის სრუტე. ცხადი ამას ირანის კითხულობს, ხო და ირანის ხვდება, რომ ტრამპს დარჩა 2 ოფცია, 2 ობიექტურად რომ შევაფასოთ, 2 შესაძლო ვარიანტი არსებობს იმისთვის, რომ რაღაცა თვალსაზრისით კარდინალურად შეცვალოს თავის სასარგებლოდ საბრძოლო მოქმედებების დინამიკა. პირველი ეს არის სახმელეთო ოპერაციის გამოწყება, თუმცა ეს ძალიან რთული იქნება. ეს არაპოპულარულია, ამას დრო ჭირდება, მინიმუმ 9 წელი მოუნდება ამერიკას, იქ ცოცხალი ძალის მობილიზების, ერთი მინიმუმ 500,000 ჯარისკაცი დაჭირდება.
სულ მინიმუმ იმისთვის, რომ მეტნაკლებად ეფექტური წინააღმდეგობა კი არა შეიჭრას იმ ტერიტორიაზე, ოღონდ ძალიან დიდი მსხვერპლით. ჩვენ ახლა ხო ხვდებით, როგორც კი იქ ამერიკელი ჯარისკაცი ფეხს დადგავს, ის რაკეტა ომანს კი არ მოხვდება და იერუსალიმს, ის მოხვდება უკვე იქ ადგილზე ამერიკელ ჯარისკაცს და მსხვერპლით შესაბამისად მაღალი ექნება. პლუს ტრამპს ახლა შუალედური არჩევნები აქვს, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით ამის მზაობა ამერიკაში არ არსებობს. ამის ლეგიტიმაცია ტრამპს არ აქვს. მაგრამ ეს ოფცია ჰიპოთეტურად არსებობს. არსებობს მეორე ოფცია, ეს არის ბირთვული იარაღის გამოყენება, რაც ასევე ძალიან ლატარია გამოდის, იმიტომ რომ ეს საერთოდ თავდაყირა დააყენებს საერთაშორისო კონფიგურაციას და წესრიგს. და ტრამპ რაც არ უნდა თავზე ხელაღებული იყოს და გიჟი იყოს რაღაცა თვალსაზრისით, შეიძლება ამ ნაბიჯზე ვერ წავიდეს. არ წავა ამერიკა ამის ინსტიტუტები არ მისცემენ. კი ბატონო, დემოკრატია მაინც ინსტიტუტები მუშაობენ. როდესაც ამ ირანმა იცის, რომ ის ასეთ ვითარებაში, ომის ამ ვითარებაში, მეტნაკლებად უძლებს. მეტნაკლებად აგრძელებს წინააღმდეგობას, ამერიკა შიგნით ვერ შემოიჭრება, მარტო მოუწევს შორიდან ძვირადღირებული საბრძოლო მასალით დაბომბვა და რატომ დათმობს ამ შემთხვევაში ირანი რაღაცას აქ უკვე პრობლემა შეიძლება გაჩნდეს და უყურეთ რა საკითხია კიდევ. ირანი თავის დროზე, როდესაც ობამა იყო მმართველობაში, თავისი ბირთვული პროგრამა დათმო. კი. და ობამასა და ირანელებს შორის იყო დადებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც ამერიკა თავის მხრივ სანქციებს უხსნიდა, ხოლო ირანი წყვეტდა ევროპული იყო, ეს ხუთეული იყო, მაგრამ ხუთი სახელმწიფო იყო. ყველა ეს სახელმწიფოები მათ შორის სანქციებს მოუხსნიდნენ, ირანი თავისუფლად ივაჭრებდა დასავლეთთან და ოღონდ არ უნდა გაემდიდრებინა საკუთარი ეს ბირთვული ურანი. ეხლა ეს საკითხი, ეს ისედაც ირანს მაშინ ქონდა ამაზე ხელი მოწერილი. ეხლა ამერიკელები და ებრაელები ირანს სხვა რაღაცას თხოვდნენ. არა მარტო ბირთვული პროგრამის შეჩერებას, ისინი მათ შორის თხოვდნენ ბალისტიკური რაკეტების განეიტრალებას. ირანისთვის ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება ნიშნავს იმას, რომ რასაც ეხლა აკეთებს, აი მეზობლებს რო ბომბავს, ისრაელს რო ბომბავს, ამერიკულ ბაზებს რო ბომბავს, ჰორმუზის სრუტე რო აქვს ეფექტურად ჩაკეტილი, ამას ვერ შეძლებს. ეგ დაახლოებით იგივეა ისტორიულად რომმა კართაგენს რაც მოსთხოვა, რომ იარაღი დაყარე, რაც კი მეტალი და რკინის და ლითონის გაქვს ყველაფერი ჩამაბარე და მერე რომ კართაგენი რომაელებმა აიღეს მესამე პუნიკური ომის დროს. ანუ ირანი შეიძლება ბირთვული პროგრამის დათმობაზე წავიდეს, იმიტომ რომ ერთხელ უკვე დათმო ობამას მმართველობის დროს, სხვათა შორის ტრამპმა დაარღვია ეგ შეთანხმება. ტრამპი თავმოყრილად გამოვიდა, კიბათ თქვენს ბრძანეთ. და მაგრამ ბალისტიკური რაკეტების დათმობაზე, ფაქტია რომ ირანი არ წავა. ჩემი ეს, საერთოდ ჩემი. და შეიძლება არ იყოს პირობა თუ ეს ორი პირობა ისრაელის აღიარება, დიპლომატების დაყარება და ბირთვული იარაღზე უარის თქმა, ეს შეიძლება იყოს საკმარისი, რათა ვითომ დავსრულდეს ომი რაღაც წარმატებით. თუ ტრამპი ეძებს გამოსავალს და ისრაელი ეძებს ახლა გამოსავალს, ძალიან ღრმად შევიდნენ და ასე გამოსავალი. აი მაშინ უნდა ეს ორი საკითხი აიღონ, მე ამას ხავს ვუწევ. რა თქმა უნდა, უარი რო განაცხადონ ირანელებმა, აი ბერკეტი რა აქვს, აი დაუშვა. არა, ბერკეტი ის რომ ეკონომიკო ძალიან გაუჭირდება, ეკონომიკო ყველას გაუჭირდება, პირველ რიგში გაუჭირდება მაინც ირანზე. ხალხი ყავს, ხალხი გამოსაკვებია. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ეფექტურია, მაგრამ ირანსაც ხვაზიანებს რა. ირანი ზიანდება. ფული არ შედის, ხალხ ჭამა უნდა, მეტად ცენტრალიზებული იყო ყველაფერი ისა. არაფერი საკვები არ შედის ირანში, ძალიან მძიმე კრიზისი დაიწყება ირანში სულ მალე და შეიძლება მართლა ხალხო მერე მოუღოს ბოლო უკვე, როცა დასრულდება ყველაფერი, ამიტომ ძალიან გაჭირდება. ის დღეს ყველაფერი მოშლელია. ის მოშლელი არის, ქვია, მანდი ირანში წყლის პრობლემაა, სასმელი წყლის პრობლემაა და სისტემები აქვს ზღვის წყლის გაფელტვრის. ეს სისტემები მოშლელია. ზაფხულში წყლის პრობლემა იქნება, ჩვენ ნახავთ ყველა ერთად. ზაფხულში საშინელი მდგომარეობა ექნება სასმელი წყლის ირანს. ყველა ტბა დაიცლება. ამიტომ ამ ფონზე ირანსაც უნდა აწყობდეს ეხლა გააჩეროს ომი. მაგრამ თავის პირობებზე ბუნებრივია რომ რეჟიმი შეინარჩუნოს და რაღაცები დათმოს. ბირთვული ისრაელი და რაკეტების თავიდამანებად. ბოლოს დათმოს ეს რაკეტებიც, მაგრამ თუ ეს არ გააკეთა, ყველას პრობლემები პირველ რიგში პრობლემები ექნება მაინც ირანს. მე მგონი ამაზე აწვება მაინც ტრამპი, ამის იმედი აქვს, მაგრამ ამასობაში არჩევნები, ტრამპს თავისი შეზღუდვები აქვს. არჩევნები მოდის ნოემბერში.
კუბის პრობლემა მე მაინც გონია კუბას ინახავს, იმიტომ რომ როგორ წავა საქმე ირანში ნახოთ და ბოლო კუბას აღება ძალიან იოლია მართლა. და ამიტომ სადღაც აგვისტოში კუბას აიღებს და ამით ქულებს ჩაიწერს არჩევნების წინ და გამოასწორებს რაღაც ვითარებას, მაგრამ ისეთ საშინელი ომში არ უნდა შევიდეს, რომ კუბა მას ვერ უშველოს შედეგ მომავალში. ამიტომ ეს არის რა თქმა უნდა, არავის არ აწყობს ეს, არც ისრაელი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამერიკას თუ ტრამპის სიტყვებით რომ ვთქვათ, ორი ლამაზი დიდი ოკეანე იცავს, ისრაელს არანაირი ოკეანე არ იცავს, არაბული სამყარო არის მის გარშემო. არაბულ სამყაროს აბსოლუტურ უმრავლესობისთვის ისრაელი ისედაც იყო უხერხული მეზობელი, ამერიკელების გამო ანგარიშს უწევდა. ანუ ვისაც ჰქონდა კარგი ურთიერთობები, იორდანია, ეგვიპტე, ისინი დაიტოვებენ, არ გაუარესებენ იმედია მდგომა, ვისაც ჰქონდა ცუდი ურთიერთობები, როგორც არის საუდის არაბეთი, იმათ კიდე უფრო გაუარესდებათ ისრაელთან ურთიერთობა. ანუ ისრაელი სულაც არ არის კარგ ვითარებაში. რაღაც დომინაციის რაღაცა მომენტები, რაც მოიპოვა ბოლო, აი ტრამპის დროს, აი ეხლა უკრება თვალს და ხელშუა და ღმერთმა უწყის პალესტინის საკითხი მოგვარებული არ არის. ირანის საკითხი ეხლა რომ მოგვარდება რაღაც ფორმით, თუ ბრიტული იარაღი აღარ ექნება ირანს, თუ ისრაელი აღიარებულია, მთელი მსოფლიო ეტყვის, მათ შორის ახალი პრეზიდენტი ამერიკის, უკაცრავად მიხედე ხა პალესტინას, პრობლემა აღარ აქვს. პალესტინა აღარ არის ირანის, ანუ ჰამასი აღარ არის ირანის უკვე დაჯგუფება, ფული აღარ მოდის იქედან. აგერ ჰეზბოლა განეიტრალებულია, მთელი შიიტური სამყარო გაშეშებულია, კეთილი ინებე და ეხლა მიხედე პალესტინის საკითხებს. ეს საკითხი დადგება უცილებლად. ახალი თაობა მოდის ამერიკაში, ახალგაზრდებში სულ სხვა განწყობა ისრაელის მიმართ ვიდრე ძველ თაობაში. ამიტომ ყველაფერი ეს ისრაელმა უნდა კარგად გათვალოს. ანუ არც ერთი სახელმწიფო არ რჩება მოგებული ამ ვითარებაში, რაც ახლა დღეს ასე იოლად არის თუ არა რომელიმე რადგან აღნიშნეთ არც ერთი სახელმწიფო არ რჩება მოგებულია. არის თუ არა რომელიმე მონაწილე ან თუნდაც გარე მხარე, ნუ ქვეყანას გულისხმობ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში, რომელიც პირიქით სარგებელს ნახულობს ამ ვითარებაში. არა, პირველ რიგში, მაგრამ მაინც ხო. ეს პირველ რიგში არის არაბული სამყარო მოგება, მიუხედავად რომ იბომბება დღეს, არაბული სამყარო ხდება წელში გამართული. რატომ? ირანს იტყვიან, რომ ბომბავდი, ეს ლამაზი სულაც არ იყო, ამდენი რაღაცები გამიფუჭე. ანუ უფრო თამამად დაელაპარაკები ირან, დახმარება გინდა, ანუ ირანი ხდება მათი და ირანს მოუწევს ბოდიშების მოხდა. უკვე ფეშესკიანმა დაიწყო ბოდიშები, თუმცა უცებ ჩააკმეტინეს ხმა, იმა რა ქვია, ამ გუშაქთა კორპუსმა. არაბული სამყაროს გარდა ისინი ძლიერდებიან, იმიტომ რომ ამერიკასთან ისრაელს დელაპარაკებს ხონაირად. შენ რომ შენს გუმბათს ქმნიდი, ჩვენ დარწმის ქვეშ აღმოჩნდით. ეს როგორაა? ამერიკასაც ამას ეტყვიან. ჩვენ გველაპარაკებოდი რომ უგეშინეთ ბიჭებო, ომი არ იქნება იმაში ირანში. ამ დროს აღმოჩნდა რომ ისრაელს ელაპარაკები. ეხა ისრაელს ელაპარაკები ქვეყანა არ დაქცეულა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩვენ ამდენი 24 სახელმწიფო არაბული. ამდენ სახელმწიფო გადაგვაგდე და ისრაელი ერთ სახელმწიფოს დაუჭირებ ხარი? ანუ ის არაბული სამყარო, არ ერთი ორი ქვეყანა, არა მთელი სამყარო არაბული ხდება წამყვანი და პალესტინის საკითხი გახდება ნომერ პირველი სადღაც 5-6 წელიწადში, მე ესე მგონია. ეს იქნება რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული. სხვა მხრივ დანარჩენ ევროკავშირი მე მგონი გახდება დარჩება ასევე მოგებული, იმიტომ რომ მაქსიმალურად კორექტულია მიმართულები და ამერიკის მხარე არ უჭირავს და არ ერთვება ომში. ისე არაბულ ქვეყნებს იცავს. საფრანგეთმა, ესპანეთმა გააგზავნეს იქ თავისი გემები, რათა დაიცვან სიტყვის დონეზე მაინც სამს ისინი ჩავლენ რაღაც გაკეთებენ, მე მგონი ახლა ომი დამთავრდება. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში არ უერთდებიან ისრაელ, ამერიკის ალიანსს და ამით კარქულებს იწერენ არაბების წინაშე, რომლებიც დარჩებიან მოგებულები. ჩინეთი, რომელიც პირველად ჩინეთი, რაც ახლა ხდება 22 წლიდან მოყოლებული უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ყოველს მოგებული. ანუ ჩინეთი, რაც უნდა ხდებოდეს დედამიწის ზურგზე, ჩინეთი ყოველს მოგებულია. ეხლა პირველად არის წარუმატებელი, იმიტომ რომ ამ ნავთობის თითქმის 40% და გაზი მიდიოდა ჩინეთში. ჩინეთი ეხლა ნერულობს. ამიტომ მას თავისი ანგარიშები აპრილში ტრამპი ჩადის ჩინეთში. აპრილი აღარ მარტია და აპრილია უკვე თავს პირველ რიცხვებში. ალბათ შესაბამისად ტრამპს მოუწევს ჩინეთთან რაღაც სერიოზული ცინძეპითა სერიოზული ლაპარაკი. ანუ ჩინეთმა შეიძლება აქედან აი ამ წაგებული მომენტიდან მაგათ მოგებები ნახოს რომ რას გვეშ თუ მე ირანზე გული არ ამომდის ზედაფთვარე, მაგრამ შეკაიკაცო ტრამპს ეტყვის ისე მოიქეცი რომ ჩვენ არ დავზიანდეთ. ანუ ბევრს ექნება სალაპარაკო ამერიკასთან არასწორად გათვლილი ოპერაციის გამო. კი ბატონო, გიორგი, ამ შემთხვევაში შენთანაც იგივე კითხვა მაქვს. ვინ რჩება მოგებული მხარი ამ ომში? ნუ მოდი მაინც ჯერჯერობით დაველოდეთ მოვლენას, ხო? ანუ თუ ჩვენ საუბრობ
ამჟამინდელი სტატუს კვოთი მაგ შემდგომი არა რუსეთი მოგებული შეება სხვათა შორის ხო ამჟამინდელი სტატუს კვოს თუ გულისხმობ და არა ჰიპოთეტურად რა მოხდება დავუშვათ ეხლა როგორც ვითარდება მოვლენები ასე გაგრძელდა ამ შემთხვევაში ჩვენ რამოდენიმე კონკრეტულ ბენეფიციარს ხედავთ რომელიც მეტნაკლებად სტრატეგიულ დონეზე თუ ტაქტიკურ დონეზე ხეირობს ამერიკა მაინც და მაინც ვერ ხეირობს ამ ვითარებაში პირველ რიგში იმიტომ რომ მას გარკვეულწილად რეპუტაციული ზიანი მიადგა არა სამხედრო თვალსაზრისით ცხადია რომ ამერიკის სამხედრო უპირატესობა და მისი ტექნოლოგიური უპირატესობა რომ ერთი თავით მაღლა ირანზე არავის ამაზე წარმოდგენა კი არა ეჭვი არავის არ ეპარებოდა მაგრამ თვითონ ის საკითხი რომ ამერიკა ეფექტურად ვერ უზრუნველყოფს თავისი მოკავშირეების დაცვას თუნდაც გაერთიანებულ ემირატებს რომელიც რეალურად ამერიკის პატრონაჟით არსებობდა, ხო, გაერთიანებული ემირატები რა არის? ეს არის არაბულ სამყაროში ერთადერთი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელიც დასავლეთთან აფილირებით და დასავლეთთან ურთიერთობებით ხეირობდა. ის თელს სამყაროს ეუბნებოდა, რომ მე ვარ არაბულ სამყაროში ერთი პატარა კუნძული, სადაც შეგიძლიათ ფული ჩამოიტანოთ, დაისვენოთ, კომპანიები გახსნათ და ამის დაცვას უზრუნველყოფს ჩვენ არაბები უზრუნველყოფთ და მათ შორის ამერიკული ბაზა. აბა რისთვის იყო მან ამერიკული ბაზა? ანუ ორმხრივი ინტერესი ხო იყო, არა მარტო ამერიკელების ინტერესი იკვეთებოდა მან ბაზის ყოფნით, არამედ თავად როგორც თავად როგორც თურქეთი ხეირობს ნატოში ყოფნით, ხო? ნატოში ყოფნით თურქეთი სერიოზულ ბენეფიტებს იღებს. ამიტომ ამ თვალსაზრისით ამერიკამ გარკვეულ რეპუტაციული დარტყმა მიიღო. მეორე ჩემი აზრით, რაც ასევე სერიოზული რეპუტაციული დარტყმა, ეს არის აი იმ ფუნქციის დაკარგვა, რაც ამერიკას 91 წლიდან გააჩნდა. მათ შორის დემოკრატიული პარტია რის შენარჩუნებასაც ცდილობდა და რის გამოც აკრიტიკებს ტრამპს, როდესაც ის პანამაზე იწევს, კანადაზე იწევს, გრენლანდიაზე იწევს, ისინი რით არიან უკმაყოფილო? იმით რომ ამერიკას რა სტატუსიც ჰქონდა სოფლიო შერიფის, სოფლიო ჟანდარმის, საერთაშორისო ურთიერთობების და წესრიგის ერთადერთ უპირობო დამცველად. ამ სტატუსს კარგავს ამერიკა. ანუ ამერიკა გვევლინება როგორც ერთ-ერთი რიგითი სუპერ სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს თავისი ვიწრო ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე. მათ შორის ახლა საქართველოში რომ ამერიკა 90-იანებში პოპულარული გახდა, არა მარტო იმიტომ გახდა პოპულარული, რომ იქ კარგ მანქანებს აკეთებდნენ, კარგ ფილმებს იღებდნენ და ზოგადად ცხოვრების დონე იყო მაღალი. საზოგადოების ერთ ნაწილს, ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურ ფლანგს, მიაჩნდა, რომ ამერიკა არის სამართლიანობის უზრუნველყოფელი. საერთაშორისო სამართალს უზრუნველყოფს ამერიკა. და თუ ეს სტატუსი ამერიკას მოეხსნა და ისე მოქმედებს, როგორც რუსეთი მოქმედებს, ისე მოქმედებს, როგორც ირანი ცხადია გრადაციები არსებობს ახლა. მე ვერავინ ვერ დამაჯერებს მაგალითად, რომ ის ბავშვები მაგალითად ამერიკამ შეგნებულად დაბომბა და მოკლა. მე მგონია რომ შეცდომა მოხდა. იმედია გამოძიება იქნებოდა. ხო, თუმცა ამერიკელები აღიარებენ ამას. ამერიკელები ამბობენ, რომ მართლა შეცდომა დაუშვით. ახლა სხვა სახელმწიფომ შეიძლება საერთოდ რუსეთმა შეიძლება არ აღიაროს და თქვას, რომ რაღაც თავი თვითონ დაბომბეს თავის ტერიტორია. თუმცა თვითონ მაგ კატეგორიაში რო გადადის ამერიკა, ეს ამერიკისთვის სერიოზული რეპუტაციული დარტყმაა გრძელვადიან პერსპექტივაში. აი ეს ხალხი, რომელსაც ამერიკის მიმართ იყო როგორც აი რაღაც სამართლიანობის ეტალონის თვალსაზრისით უყურებდა, მაგ კატეგორიას ამერიკა დაკარგავს. ეხლა რაც შეეხება ისრაელს, ისრაელი ერთის ხრივ ცხადია ხეირობს იმ კუთხით, რომ ამერიკელების ხელით ასუსტებს თავის გეოპოლიტიკურ მთავარ მოწინააღმდეგეს ირანს. ეს ცხადია მისთვის არის სერიოზული კონტრიბუცია. ისრაელი თავად ვერ მოერეოდა ვერავითარ შემთხვევაში ირანს და ზაფხულის იმ 12 დღიანმა ომმა ეგ ცალსახად აჩვენა. სხვადასხვა ებრაელებმა მოითხოვეს ცეცხლის შეწყვეტა. ანუ ებრაელებმა მოითხოვეს თვითონ კი დაიწყეს, მაგრამ რაღაც წინასწარ რაღაც შეთანხმება იყო, ღირსების შენარჩუნება, ისე დაბომბვა. ხო, მაგრამ ებრაელებმა გამოავლინეს პირველი მზაობა ცეცხლის შეწყვეტის და ირანელების დაცვა. უცნაური ომი იყო. ხო. და ამერიკაც მაგიტომ შეიჭრა იმ წერტილოვანი დარტყმებით, როდესაც ფორდოს ბაზა იქნა დაბომბილი, რომ რაღაცა ფორმით თვითონაც შეენარჩუნებინა ღირსების საკითხი რო ყოფილიყო. და ისრაელი რაღაცა კუთხით ხეირობს, მაგრამ რაღაცა კუთხით მას პრობლემებიც უჩნდება, იმიტომ რომ აი ეს მთელი
ისრაელის საწინააღმდეგო პოზიციები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან მისთვის წერტილში ვლინდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც ადრე იყო უპირობო. ისრაელისადმი მხარდაჭერა, ისრაელისადმი ცალსახა ასე ვთქვათ, ისრაელის მხარეს ყოფნა ამერიკაში იყო უაპელაციო. ვიღაცისთვის რელიგიურ დონეზე იყო. ქრისტიანი სიონისტების არსებობა. მაგას ხალხი ზირთადად რელიგიურად იღებს ამას. ახალგაზრდებში დემოკრატიულ პარტიაში შეიმჩნევა ხშირად ისეთი რაღაცები, რომელიც შეიძლება ანტისემიტიზმშიც კი გადაიზარდოს გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ ეს საფრთხე ისრაელს აქვს. ვინ ხეირობს? ჩემი აზრით ხეირობს მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთი, რომელიც ნავთობის ფასით არის გახარებული ერთი, მეორე უკრაინიდან ფოკუსი იქნა გადატანილი სხვა რეგიონზე და უკრაინელები არ არიან აქტოვანებული ამ მდგომარეობით, რო დააკვირდეთ უკრაინულ მედიას. თქვა კიდევაც ისინი ამბობენ, რომ ჩვენ რაღაც ყველას დაავიწყდა უკრაინაში ომი. და მათ შორის ის იარაღი, რომელიც პოტენციურად შეიძლება უკრაინის ფრონტზე აღმოჩნდეს, მიდის აღმოჩენილიყო და მომავალში შეიძლება აღმოჩნდეს, მიდის ახლო აღმოსავლეთში. ჩემი აზრით ასევე ვერ ხეირობს ჩინეთი, ვინაიდან ეკონომიკურ ზარალს ღებულობს, მაგრამ 40% წარსეთის ყურიდან ქონდა მას ნავთობის იმპორტის და უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ადრე როგორ იყო? ადრე რუსეთი უფრო იყო დამოკიდებული ჩინეთზე, ვინაიდან დისბალანსი იყო მასშტაბიდან გამომდინარე. ეხლა ჩინეთი უფრო არის დამოკიდებული რაღაცა თვალსაზრისით, ვიდრე იყო აქამდე რუსეთზე. ეს არის ძირითადი კონტრიბუცია, კონფიგურაცია, რაც ამ ომის შედეგად ვლინდება და ჩვენ თუ კიდევ დრო გვაქვს, არ ვიცი, შენ ხარ წამყვანი, მაგრამ ის საქართველოსთან ბოლო კითხვა, მაგრამ სწორედ საქართველოსთან მიმართებით გქონდეს და ამით პრინციპში ჩვენ დროს ამოიწურება. როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, ეს ძიმე პროცესები მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში და ნუ აქედან გამომდინარე, როგორი ან რა გეოპოლიტიკური დასკვნები უნდა გამოიტანოს საქართველოს, როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს ამ შემთხვევაში, რომ საქართველოს მხოლოდ რაღაც მოგებულ და მომგებიან პოზიციაში ჩადგეს. ახლა ესე არ ხდება, რომ ყოველთვის მოგებული იყო. ჩვენ ვართ ღია, ვთქვათ ასე, სივრცეში, მადლობა ღმერთს, არც ერთ იმპერიის ნაწილი არა ვართ. მთელი ჩვენი უახლოესი 500-600 წელი სულ რომელიღაც იმპერიის გავლენების ქვეშ ვართ და ჩვენ დამოუკიდებლობაზე სახელმწიფოებრიობას ვიცავდით ხმლით ხელში იმპერიების წინამდე ბრძოლაში, უახლოეს იმპერიების ბრძოლაში, ეს სპარსეთი იქნებოდა თუ ოსმალეთი იქნებოდა თუ რუსეთი იქნებოდა, რუსეთის ორივე ვარიანტი, რუსეთის იმპერია იქნებოდა, საბჭოთა იმპერია იქნებოდა, ღვთისმადლით ყველაფერი ეს ჩაბარდა ისტორიას და ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენ თვითონ ეს ეხება სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც და პირველ რიგში, ამიტომ ჩვენ უნდა ვცდილობდეთ მიპოვოთ საერთო ენა იმ სახელმწიფოთან, რომელთა ერთად გამოვედით აი ამ იმპერიებიდან, აზერბაიჯანი, სომხეთი და აზერბაიჯანი და საქართველოს. მადლობა ღმერთს, რომ აზერბაიჯანს სომხეთს შორის ის დრამატული ვითარებები ჩაიარა და მათ შორის სამშვიდობო პროცესი მიმდინარეობს, რაც ჩვენს უნდა ეფექტურად გამოვიყენოთ. გარდა, იმიტომ რომ ვინა ჩვენ სამივე საბჭოთა გამოსულები ვარ და დაახლოებით უახლოესი 40-50 წელი ერთი ისტორია, ერთი ტიპის ისტორია გვაქვს, ამიტომ უფრო იოლია ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა და რაღაცა ერთობა უნდა შევქმნათ დანარჩენ გამოწვევებთან შედარებით. პლუს ამას ახლა მე თქვენ იცით ალბათ და ჩემი პატივია რომ თქვენ ეთერში მეძლევა საშუალება ამას ლაპარაკი, მე მკაფიოდ მომხრევარი ევროკავშირის და ნატოსი, საჭირო საქართველოს ამმართველებითი მოძრაობს, ჩვენი მეზობელი თურქეთი ვხედავთ როგორ ძლიერდება ყველაფერს ამაში. ახლა იგივე რაც ახლა ხდება, თურქეთი ძალიან პრინციპულია, თურქეთი ხდება თურქულენოვანი სამყაროს ლიდერი, მათ ჩამოაყალიბეს უკვე სერიოზული მოძრაობა, მთელი ცენტრალური აზია, ასე შემდეგ და საქართველოს არის მისთვის ხიდი თავის თურქულენოვან სამყაროსთან. აზერბაიჯანი იქნება თუ კასპიის ზღვა და ამერიკეთ მიმართული უკვე მთელი ეს თურქულენოვანი ქვეყნები და რუსეთი 10 მილიონი თურქულენოვანი მოსახლეობაა და ჩვენ ვართ მისი ერთ-ერთი სერიოზული პარტნიორი სტრატეგიული. თურქეთი არის ნატოს წევრი ერთი წამყვანი, ეს არ არის რიგითი, წამყვანი წევრი, ყველა ანგარიში უწევს მას, ძლიერი სამხედრო პოტენციალით, ერთი-ორად, ანუ თუ რომელიმე თურქეთის შორს არის წამყვან სახელმწიფოებისაგან, მაგალითად იარაღის წარმოებაში, მაგრამ თუ ვინმეს აქვს ფანტასტიკური ხტომა
იერარქიის წარმოების პროგრესში ეს არის თურქეთი და ჩვენ შეიძლება მასთან გქონდეს საერთო პროექტები ამ მიმართულებით და ამიტომ ეს ცხვირპირის ჩამოტირება რომ არიქა და მარტო არა ვართ ჩვენ შეიძლება გქონდეს სერიოზული პარტნიორობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად შევქმნათ ის უნიკალური რაღაცა სამხედრო უსაფრთხოების კონცეფცია შუშა ქალაქ შუშის მიუერთეთ ქალაქ შუშის დეკლარაციას და სომხეთიც აშკარად მოძრაობს თურქეთის მართლაც მაქსიმალურად აი გუშინ წინ ძალიან კაცი განცხადება ჰქონდა პაშინიანს გენოციძეც კი რაც ყველაზე ერთ-ერთი ეგზისტენციალური გამოწვევა სომხებისთვის და გუშინ კიდე ყოველდღე რაღაც უნიკალურ განცხადებას აკეთებს გააკეთა განცხადება რომ კონსტიტუციიდან ამოსაღებია პრეამბულას ანუ ასე და ისე თურქეთის კონტექსტზე ანუ ჩვენ რეგიონში მიმდინარეობს არნახული ისტორიული და ეპოქალური ცვლილებები თურქეთი ჩვენსავით აქ კანდიდატობის სტატუსი ევროკავშირში ანუ ძალიან დიდი ხანი აქვს ჩვენ ახლა ანუ შეიძლება ანუ ბევრი ისეთი ჩვენ გვიცავს კავკასიონის ქედი შავი ზღვა რუსეთისგან ანუ ჩვენ კაფიო და ცალსახად უნდა ვეძებოთ აუცილებლად ალიანსები თავიდანვე დავიწყეთ და ვთქვით რომ საერთო სამართალი მოიკოჭნებს თუ უარესი არა ძალიან დიდი პრობლემები აქვს საერთო სამართალს ვისაც ვინც უნდა იცავდეს საერთო სამართალს ისინი არღვევენ პირველ რიგში რუსეთი უსაფრთხოების საბჭოს წევრია მუდმივი არღვევს ამერიკა უსაფრთხოების საბჭოს წევრია არღვევს ამიტომ ჩვენ გვჭირდება რეგიონალური უსაფრთხოების კონცეფცია რაც გვაქვს გამზადებული გვაქვს ამიტომ მე მიმაჩნია რომ ჩვენ მაქსიმალურად ჩვენ კონსტიტუციას უნდა მივყვეთ არანაირი რევიზია არ შეიძლება კონსტიტუციის უნდა მივიდოდეთ ნატოსკენ და ევროკავშირისკენ და ეს იქნება ჩვენი მე მგონი მხარდაჭერა და რაც ეხება ირანის პირდაპირ გავლენები ჩვენზე არ იქნება, იმიტომ რომ სახელმწიფო საზღვარი არ აქვს. ღმერთმა დაიფაროს თუ გაგრძელდა ეს პროცესები, რაც ახლა არის, რაც მე თქვი რომ ქვის ხანისკენ შეიძლება წავიდეს, მაშინ შეიძლება დაიძრას რაღაც ტალღა ტოლვილებისა. პირველ რიგში ტალღა მიაწვება რა თქმა უნდა ერაყს. მაგრამ ერაყს უფრო მეტად შიიტები. ყველა შიიტები არ ამან ზირთება გარკვეული ნაწილი მიაწყდება აზერბაიჯანს, აზერბაიჯანლები. გარკვეული ნაწილი სომხეთს. ჩვენთანაც რაღაცა ტალღა მოხდება, მაგრამ არაპირული დარტყმა ჩვენთან არ იქნება. მაგრამ ეს არის რაც ჰუმანიტარული სამართალი რაცაა და ვინც ჩვენამდე მოახდებს რაღაც ფორმით უნდა რაღაცნაირად გესმოდეს ამ მდგომარეობა გავ. რასავარია საქართველოს მკაფიო და ცალსახელო ჩამოაყალიბოს თავის დამოკიდებულება ირანის მიმართ. ეს თამაში, ეს პანაშვიდებზე სიარული, ანზების განათება, ეს უნდა გამოირიცხოს ყოველნაირად თუ ჩვენ გვინდა გქონდეს გარკვეული, ქვია პოზიციონირება სად ვართ აი ამ საერთო გეოპოლიტიკურ თუ შეიძლება თქვა ჭრილში. გასაგები, ანუ რომ შევაჯამოთ თქვენი პოზიცია არის ასეთი, რომ თურქეთი არის საქართველოს მოკავშირე და ამავდროულად ნატოს წევრი სახელმწიფო და ამავდროულად მოდით ავაზუსტოთ, რადგან დღევანდელი გადმოსახედიდან საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა შეცვლილია ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით. აქედან გამომდინარე გკითხავთ, თქვენ როგორ ხედავთ, როდის იყო საქართველოს ყველაზე ახლოს ნატოსთან? ხო, საქართველოს ყველაზე ახლოს ნატოსთან იყო მაშინ, როცა მე ვიყავი თავრობაში, ხეშად რო თქვა, ანუ როცა იყო კოალიცია ქართული ოცნება. იმიტომ რომ ჩვენ მაშინ შევიტანეთ, ანუ ჩვენ გამომაზადეთ ეს რაც კონსტიტუციაში თვლები რაც მოხდა, აი ამ თავრობის ამ ხელისუფლების მიერა უკვე პარტია ქართული ოცნების მიღებულია 17 წელს, მაგრამ ჩვენ მოვამზადეთ ეს. აი ეს არა მთავარი. მთავარია რომ დინამიკა მოძრაობისა, სიტყვაზე თუ ჩქარა მიდიხარ, ამადამ ქალაქში ჩახვალ, ამადამ საათში, ამდენ საათში, ხო? თუ ნელა მიდიხარ გვიან ჩახვალ, თუ საერთოდ არ მოძრაობდათ გახარ, საერთოდ არ მოხდა იმ ქალაქში, თუ გვინდა ცხვირი მიმართულებით კონდეს. ანუ ყველაზე სწრაფი რიტმი მოძრაობისა ნატოს მიმართულებით და განსაკუთრებით ევროკავშირის მიმართულებით იყო კოალიცია ქართული ოცნების დროს. მაგრამ 16 წელს გაჩერდა ეს პროცესი, ანუ შეჩერდა ჩენელდა 20 წელს და უკვე 22 წელს როცა უკვე რუსეთი შეიჭრა უკრაინაში გაჩერდა საერთოდ. ხო, ანუ 2012-დან მას შემდეგ რაც კოალიცია მოვიდა და არა მხოლოდ ქართული ოცნება, დღევანდელი შემადგენლობა. კი ბატონო, გიორგი, იგივე კითხვა, რა დასკვნები უნდა გამოიტანოს, ან როგორ პოლიტიკა უნდა აწევოს? მე კატეგორიულად სხვა პოზიცია მაქვს. ჩემი აზრით, ის პოზიცია, რაც მე გამაჩნია, ჩემი აზრით, ეგ პოზიცია კიდევ უფრო გამყარდა. და ავხსნი რას ინტერესოა. საერთოდ ჩვენ უნდა განსაზღვროთ ერთმანეთისგან რა გვინდა და რა მოხდება. საერთოდ საერთაშორისო ურთიერთობებში და პოლიტიკაში არ არსებობს. გაგეძლიერება ტრამპზე ვლაპარაკობ ხოლმე, მას ერთმანეთში ეშლება სურვილი და ინტერესები. კი, სურვილი და ინტერესები. ანუ სურვილი ერთია, სურვილი შეიძლება გქონდეს ძალიან მასშტაბური. მე მაგალითად ნიკოპსიიდან დარუბანდამდე საქართველოს სიამოვნებით ვიხილავდი, მიუხედავად შეფასებისა. ქვეყნებს რომ იბყრობს.
ხო, მე რომ საქართველოს რო იყოს ისეთი ქვეყანა, რომ რეგიონალური მოთამაშეა და იქით ეშინოდეს ჩვენი მე და არა როგორი მსხვერპლის დღეს ვართ. ჩვენ რომ მტაცებელი ვიყოთ, მტაცებელი სახელმწიფო, მაგაზე უარს არ ვიტყოდი, მაგრამ ერთია ჩემი სურვილი და მეორეა ობიექტური რეალობა, რომელიც არსებობს. ნატოს და ევროკავშირის შესახებ ჩვენ საუბრები გვესმის, თქვენ ჩემზე გაცილებით უფრო ასაკოვანი ბრძანდებით, მე მგონი მამა ჩემის ტოლი იქნებით, ალბათ 70 წლამდე ხო ხართ? კი, 60 წელს. ხო. მე ყოველ შემთხვევაში მთელი ჩემი ცხოვრება მესმის ნატოს შესახებ. რომ ჩავერიცხე უნივერსიტეტში, იქიდან მოყოლებული, როგორც კი პოლიტოლოგიაზე ვსწავლობდი, იქიდან მოყოლებული ეს ნატოში ინტეგრაცია მესმის. მაგრამ რეალურად საქართველოს მხრიდან და საქართველოსთვის გარედან ამ მიმართულებით არაფერი არ გადადგმულა. ჩვენი სურვილისა და მიუხედავად. ეს არის ობიექტური ფაქტი. ხო, კი ბატონო. და უყურეთ რაშია საქმე. საერთოდ გარდა ჩვენი სურვილებისა არსებობს ასევე სამხედრო შემადგენელი, არსებობს გეოგრაფიული შემადგენელი, არსებობს თავად ამ დასავლეთის სურვილი, რამდენად ის მზად არის ჩვენს გამო აქაურ გამოწვევებს უპასუხოს. საქართველოს მხარეს დგომა მე გულისხმობ იმ ჭრილში, რომ საქართველო აღმოჩნდეს ნატოს შემადგენლობაში. გულისხმობს ღია მტრობას რუსეთის ფედერაციასთან. ეს ხომ ასეა? რატო თურქეთი არის ნატოს წევრი, მაგრამ რუსეთთან მეგობრობს. არა, თურქეთი სულ სხვა მოცემულობა. თურქეთი არის ძლიერი სახელმწიფო. არა, ხოდა ჩვენ ძლიერი ვიქნებით. ხო, ბოდიში არ მინდა შეგაწყვეტინოთ. სად საქართველო და სად თურქეთი. თურქეთი არის სულ სხვა სახელმწიფო, რომელიც 50-იანი წლების დროს აღმოჩნდა ნატოს შემადგენლობაში. მე საერთოდ რა მგონია, იცით, ნატოს რომ შეეძლოს და სურვილი რომ კონდეს, ჩვენი ნატოში გაწევრიანების, თქვენი და ჩემი სულის და მიუხედავად ჩვენ უკვე აღმოჩნდებოდით ნატოში. ამის შესაძლებლობა და მექანიზმი რომ რეალურად არსებობდეს, ჩვენი სურვილებისა მიუხედავად ეს მოხდა. როგორც თურქეთი აღმოჩნდა ნატოში, არანაირი დემოკრატია არ იყო 50-იან წლებში თურქეთში. არაფერი არ იყო. მზაობა იყო და საბჭოთა კავშირი იყო რომ ემუქრებოდა თურქეთს. კი, არა მარტო კი, არა, ეს იყო თავარი მომენტი. თურქეთის გამო კი არ აკეთებდნენ ამას. შეიძლება ბოსფორზე აღმოჩენილი იყო საბჭოთა ჯარი. საქართველოს უკავშირდება სტალინი აპირებდა, ქვია, არტვინის და ტაო-კლარჯეთის დაბრუნება. მომენტი დაიცვეთ ნატომ დაიცვეთ. მაგრამ შეიძლება არტვინით არ დამთავრებულიყო ეს და ბოსფორზე გასულიყო საბჭოთა ჯარი. ამიტომ რაც შესაძლებელი ქონდათ ის შესაძლებლობა ნატომ და ამერიკამ უკვე გამოიყენეს. რაც შეეხება საქართველოს, არათუ საქართველოს გამო არაპირებს ნატო და ამერიკა ომს, უკრაინის გამო არაფერს არ აკეთებენ. არა, საინტერესო, მაგრამ ჩვენ ახლა სხვა თემაში მე დიდი სიამოვნებით თელ გადაცემაში მივიღებდი მონაწილეობას რატო, მაგრამ მე გადაცემის ბოლოს შეგვიძლია გადაცემის ბოლოს ლაპარაკი ნატოზე, თუ უამრავი პლუსები გვაქვს ჩვენ, რაც ახლა მართლა ძნელია, არ შეგაწყვეტინოთ დიდი ბოდიში პირიქით შეგაწყვეტინოთ. თქვენ რომ თქვით, მე მაგიტომ გითხრა. ხო, მაგრამ ასე ჩაღრმავება მე შემიძლია თქვა, რამდენი უპირატესობა გაგოჩინია ჩვენ ნატოდან გამომდინარე. თუმცა ევროკავშირი პრომიშოვობა. კავკასიონის ქედი, შავი ზღვა, ეს ყველაფერი. კავკასიონის ქედი გარღვეული აქვს უკვე რუსეთს ორი მიმართულებით. ერთი აქ ცხინვალშია და მეორე აფხაზეთში. გარღვეული არნიშნავს რომ შეუძლებელია მის ისარკეში. ან მაგაზე ხ მართლა კი ბატონო, თუ გვაქვს დრო შევყვეთ, მაგრამ თემა იცვლება მაშინ, თორე მზათა ვარ მართლა ცალკე ვილაპარაკოთ ნატოზე დიდი სამომავლოდ. საქართველოსთან გამომდინარე რადგან ვსაუბრობთ მოკლედ. მოკლედ მე თქვი და მე ჩამოთვალ თქვი ნატო და ბატონო გიორგი მოკლედ ჩაგააყვა რაც არ მე ვამბობ შემდეგ რაღაცას. ჩვენი სურვილისა მიუხედავად ნატო არაპირებს საქართველოს დაცვას ეს გამოსა. ეხლა რატომ დააპიროთ არ ვარ წევრები და სულ რომ ჩვენი ყველა რო ქუჩაში გამოვიდეს, სულ რომ მოვიყვანოთ ისეთი მთავრობა რომელიც იყვირებს რომ ნატოში შეგვიყვანეთ, მაინც ვერ აღმოჩნდებით ჩვენ ნატოში. არ გეთახმებით, ეს არ არის. ეგეთი მთავრობა ყავდა უკვე. ხო, მე სადა ეს თავრობა? ანუ ის რატო არ შეგვიყვანეს მაშინ ნატო? ანუ თუ საფრანგეთი და გერმანია იყვნენ წინააღმდეგ. და ეხლა რატო არ იქნებიან? ეხლა არ იქნებიან, იმიტომ რომ შეიცვალა რუსეთი რო აგრესიულია, ყველამ დაინახა. მართლა დიდი მადლობა ამ საუბრს, მაგრამ მართლა არ მინდა რომ ის წავიყვანოთ რომ ირანზით მოვედით, თუმცა მე პრობლემა არ მაქვს. თუ გვაქვს ერთი 15 წუთი ვილაპარაკოთ ნატოზე, მაგრამ პრაქტიკულად ყველა თქვენს მოსაზრებას არც ერთ მოსაზრებას არ ვეთანხმები, ყველგან არსებობს სხვა განსხვავებული არგუმენტები.
ინსტრუმენტები. ჩვენ გვაქვს ყველაზე მეტი უპირატესობა ნატოში, ნატო კანდიდატებში გვაქვს საქართველოს. გეოპოლიტიკურად კეთავს შავ ზღვას, პორტები ჩვენ ხარესა და კავკასიონის ქედს და პირდაპირ მთელი კავკასიონის ქედი იქნება უკვე ნატოს შემადგენლობაში. ეს რა ავტომატურად რას ნიშნავს? ვისთან კონფრონტაციას ნიშნავს? არა, ეს ნიშნავს ნატოს დაცულობის გეოგრაფიულ კონტექსტს. ეგ მესმის, ეგ იდეალური. ეგ თუ წინააღმდეგობა არ გაუწია სხვა მოთამაშე. ვერ გაუწევს, ნახე როგორ სომხეთი და აზერბაიჯანი როგორ უკვე ხდება, იმას ქვია, როგორ ხდება ოპონირებას უკეთებს რუსეთს. აი ხა დღეს აი ამ წუთში ხა არ ვიცი მე საბოლოო გაწყვეტილება, აი ამ წუთში ყაზახეთში მიმდინარეობს რეფერენდუმი. უნიკალური რეფერენდუმი. რატო ერთი თვით ადრე გამოაცხადეს რეფერენდუმის ისა რა ქვია, ვადა და იღებენ ანუ ცვლიან რუსული ენის სტატუს ყაზახეთში. ანუ ყველა სახელმწიფომ ნახა რუსეთი როგორც ჩამოქცეული სახელმწიფო. სუვერენიტეტის ხარისხის გაზრდა ერთია და მე მაგალითად მაგას ვემხრობი. აზერბაიჯანის გზას მე მაგალითად ნახე როგორ თამამად ელაპარაკება აზერბაიჯანი რუსეთს. სუვერენიტეტის ხარისხის და დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერება და ამაღლება ერთია. რაც მაგალითად აზერბაიჯანმა გააკეთა. კი ბატონო. მაგრამ ნატოში ინტეგრაცია სულ სხვა მოცემულობა. ხო და უკეთესი მოცემულობა. როცა საქართველოს დაადგა ნატოს გზას, მაშინ დემოკრატიული იყო. სხვა რაღაცას ვამბობ ჩვენ. აქ საუბარი იმაზე კი არ არის რა არის უკეთესი და რა არის. მე იმის წინააღმდეგ კი არა ვარ კაცო, რომ ისრაელი ჩვენს მხარეს იყოს ამერიკა. არა, მე წინააღმდეგ მე ევროპა იყო ჩვენ მხარეს და ნატო იყო. მეც მინდა რომ იყოს ისეთი ქვეყნები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას დაიცავენ. თურქეთია აგერ გვერდზე. მეზობელი ყავს თურქეთი, რომელმაც ჩვენ გამოიომებს რუსეთთან? რატო უნდა იომოს? იომა აზერბაიჯანს გამო რუსეთთან ყარაბაღი რო. არ ქონდა აზერბაიჯანს რუსეთთან ომი და რატო უნდა გაჩვენოთ უნდა ქონდეს ომი რუსეთთან? ჩვენ გვაქვს ომი უკვე. საიდან გვაქვს ომი? ჩვენ ჯარი დგას. ჯარი იდგა ავღანეთშიც რუსეთის ჯარი. სადა ის ჯარი? ჯარი იდგა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც. რუმინეთშიც იდგა. სად არის ეს ჯარი? ეგ ხა არის ჰიპოთეტური რუსეთი რო დაიშლება და არა, ეს ნაცების ისა. ეს არის აი კალასმა ეხლა ხანს ერთი კვირის უკან თქვა კაფიოთ რომ უკრაინის პაკეტში აუცილებლად უნდა იყოს საქართველოსა და მოლდავეთიდან ჯარების გაყვანა. კაცო, ეგ კალასი ბევრ რაღაცას ამბობს, მაგრამ ერთია რაც იქმნება და რაც მოხდება. ორჯერ მოხდა რუსეთში, ანუ საბჭოთა რეფორმა. ხრუშჩოვის დროს და გორბაჩოვის დროს. ორივეჯერ, აი ჩვენ ვახსენეთ უკვე თურქეთი. ხრუშჩოვის დროს უარი თქვა თურქეთზე და უკვე თურქეთი ნატოში იყო და შესაბამისად ხრუშჩოვმა უარი უკან წაიღო სტალინის მოსაზრება ბოსფორის აღებისა, როგორც გვებძანეთ აბსოლუტურად სწორად ხრუშჩოვმა განმუხტა სიტუაცია, შემდეგ ისევ გამკაცდა გეოპოლიტიკურ სიტუაციას საბჭოთა და გორბაჩოვმა გამოიყვანა ვითარება მდგომარეობიდან და გამოიყვანა ჯარები ავღანეთიდან, მაგრამ ამერიკელები კი არ გამოიხსნა ავღანეთიდან. თქვენ ამბობთ შემდეგ რაღაცას, რომ აი რუსეთში შეიძლება მოვიდეს გორბაჩოვი, იქ პერესტროიკა ატეხოს და დაიშალოს რუსეთი. ჩვენებს უდათ უნდა ვიყოთ. მაგრამ ეს არა მთავარი, მე საერთოდ ვერ ვიტანე პოლიტიკას, რომელიც სხვაზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს ჩვენ გვჭირდება ესა. რა მოუვა რუსეთს თავში ყაუხარია. რუსეთს ვერ დავშლით და არ მჭირდება რუსეთი დაშლა. თანაც არ დაგვიწყეთ ჩრდილოეთ კავკასია. თუ სადმე რუსეთს აქვს პრობლემა, ეს არის ჩრდილოეთ კავკასია პირველ რიგში. და თუ რუსეთი იშლება და არ მაინტერესებს, არ გვაწყობს საშლა სიმართლე გითხრა რუსეთი. მე არ ამგონია რუსეთი დაიშალა. არა, არც მაინტერესებს. 30 წელია მე. არც მაინტერესებს, ყველაზე უარესი ვარიანტი. ესეო წავიდეს, ჩვენ გვექნება პრობლემები პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩრდილოეთ კავკასიის მთელი ორიენტაცია წავა სამხრეთისკენ, ყველა მუსლიმური რესპუბლიკაა, გარდა ოსეთის. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, ჩვენ არაფერს მზად არა ვართ და ჩვენ რომ მოძრაობდეთ ნატოში, მაგრამ თავარი არა ნატო, ეხლა ევროკავშირია თავარი. ჩვენ ევროკავშირი, ჩვენ კი ბატონო მე მესმის თქვენი და აბსოლუტურად ნორმალურია დისკუსიაში მოსულა და დებატებში მოსულა, რომ ის თემა იყო თათուն გაწყოთ. ჩემთვის ამ წუთში უპირატესი არის ევროკავშირი, ჩვენ კანდიდატი ვართ ევროკავშირის. და თქვენ მე შემომიტრიალეთ ნატო, როცა ევროკავშირი უფრო მნიშვნელოვანია. ევროკავშირი. უყურეთ რამდენი წუთი გვაქვს? ჩვენ გული გადავასწრეთ ყველაფერს და 10 წუთი შეგვიძლია რომ უყურეთ. კი, განკარგე. მე მგონი საინტერესოც იქნება ამიტომ. კი, ბატონო. მაყურებელიც მოემატა. უყურეთ, რა უნდა განსაზღვროთ? ერთია ჩვენ რაღაცა უნდა გავაკეთოთ და ჩვენ შეიძლება მაქსიმალური გავაკეთოთ. გავსკდეთ საერთოდ ყველა, აი სააკაშვილზე დემოკრატიის შუქურა მოვიყვანოთ, მაპზე უკეთესი მაპი მოგცენ, ჩვენი მხრიდან შევასრულოთ
5-იანზე ის რაც რაღაც საშინაო დავალებებია. არ ვასრულებთ. მოდი შევასრულოთ. საშინაო დავალებებიც მე ცოტა ზღაპარი მგონია. თურქეთს არანაირი საშინაო დავალება არ შეუსრულებია და ეგრევე შეიყვანეს ნატოში, როგორც კი ამის შესაძლებლობა. სულ სხვა მაშინ საბჭოთკავშირი იყო. რა მნიშვნელობა აქვს? ანუ არ ყოფილა საჭირო საშინაო დავალებები იმისთვის რომ თურქეთი ეხლა არ საჭირო. ხო, მაშინ არ იყო საჭირო, ეხლა საჭიროა. ეს მე მგონია ეს ყველაფერია, ეს უბრალოდ მაშინ მაპები არ იყო, მაპები ეხლა მაპი არის უკვე. ზოგიერთ ამერიკა იმაში შევარდა სუვერენულ სახელმწიფოში ლიდერი მოიტაცა და ეხლა თუ ამერიკას აქვს შესაძლებლობა და შეუძლია მერწმუნეთ არანაირი საშინაო დავალება არ დაგჭირდება, ტრამპი იტყვის რომ ესენი კაი ბიჭები არიან, ამა ჩემოელოს ჩემი თავი და ხვალ ჩემი ბაზა იქ გაჩნდება. მაგრამ ამას რატო არ ამბობს იცით რუსეთი და დასავლეთი? ჯერთი არ შეუძლია ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მე არ ვიცი ხვალ რა მოხდება. თქვენ ამბობთ რომ ხვალ შეიძლება პერესტროიკა მოხდეს რუსეთში და ამის ფანჯარა გაჩნდება. მაგრამ მე ამაზე არ მაგათვლა რა. მე მაგათვლა ჩვენ რას ვაკეთებ დღეს. ესმის. თქვენ ამბობთ რომ ჯერ არ არის. მაგაზე ხო თავხდებით რომ ჯერ არ არის ნატომ მზად საქართველოს. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. მე მგონ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად რას ნიშნავს იცით? შენ ემტერები ნატოს მტერს. არა, როგორ არა. ეხლა მე უნდა ვიყოთ მზად. მე ეხლა პირდაპირ ვიტყვი ამასაც ვამბობ ხშირად, რომ ჩვენი რაკი მაინც ნატოში ვჩებით და ვერ გავდივართ ნატოდან, ჩემი პოზიციაა რომ ნატოში ნატომდე. ხშირად ვახსენებ ხოლმე ამ სულელურ ფრაზას. ანუ ვინაიდან ყავს ნატოს წამყვანი სახელმწიფო მეზობელი, რომელიც არის კონკურენტი რუსეთის, არ არის კავკასიაში მეზობელი, თურქეთი არის სიტუაციური პარტნიორი რუსეთის. მაგალითად, ლიბიაში დაპირისპირება აქვს, ერთი მხარეს ერთი და მეორეა, სირიაში დაპირისპირება თქვენ აღნიშნეთ და გეთახმებით ამაში, ანუ თურქეთი აშკარა დაეხმარა აზერბაიჯანს და კაფიოდ მისი ისე რომ იერარქია არ გამოუყენებია აზერბაიჯანმა თურქეთის ჭრდილით უთხრა რუსეთს რომ ჩემს ზურგთან დიდი ბიჭი დგას და თავის საქმეები გადაწყვეტა. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იერარქიით გადავწყვიტო ჩვენი საკითხები აფხაზეთში და ცხინვალში. კარგად იცით რომ მე ამ სფეროში ჩახარშული ვარ. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მაგრამ თურქეთი გვჭირდება საპირწონედ რუსეთთან. და შესაბამისად ანგარიში აი უკრაინაში კარგად ჩანს რომ თურქეთს ანგარიში უწევს რუსეთი თურქეთმა ანუ თურქეთი დაგვიცავს ჩვენ ნატოს რატომ დაგვიცავს დასაცავი თურქეთი დაგვიცავს თავისი ჭრდილით უკვე როგორ დაიცვა აზერბაიჯანი თურქეთის ჩართულობა კავკასიაში უკვე არის გარანტია ძალიან წარე გამოცდილება გვაქვს ჩვენ არა არაფერი წარე არა 21 წელს აი ფერი ტრაგედია ისაა რომ ჩვენ მუდმივ წარსულში ვიყურებით არა მარტო წარსულში თურქეთის გეოპოლიტიკური თურქეთი არის ნატოს წევრი სახელმწიფო ჩვენ თურქეთს ანკარაში გადავალაპარაკებით მარტო ანუ ბრიუსელში ამერიკა ვერ გვიცავს ეგ რაში უნდა დაგვიცოს ამერიკამ ვერ დაგვიცოს რატო უნდა დაგვიცოს რატო რა გავაკეთეთ დასაცავი და თურქეთი დაგვიცავს დედას ვაგინებთ ამერიკას მუდმივად აი მიშას დროს ხო არ ვაგინებთ ხო რამდენი წელი იყო მიშა ჰა ჯერჯერობით მიშა მიქარა და თავისი საშინელები ჩაიდინა და სად იყო დემოკრატია და რამე აი 2008 წელს ამერიკამ ვერ დაგვიცვა ხო ფაქტია და თურქეთი დაგვიცვა რატომ დავეცვათ ამერიკა როგორ დაგვიცვა ჯერჯერობით ამერიკამ დაგვიცვა ჩვენ ხო მივდიოდით ნატოსკენ მივდიოდით ხო მაგრამ არა მარტო ჩვენ მივდიოდით უკრაინაც მივდიოდა ერთ უკრაინა ვერ მიიღო მე უკრაინასაც არიცავე ისე ჩვენ წარსულში მივდივართ მაშინ გერმანიამ და საფრანგეთმა დაბლოკეს საქართველოს და უკრაინისთვის მაპის მიცემა. დღეს სულ სხვა ვითარებაა. დღეს თუ ამერიკა დაბლოკავს ბატონო პაატა. და დღეს და ამიტომ შენ რომ მზად უნდა იყო რომ ამერიკაში ყოველ 5 წელიწადში იცვლება ხელისუფლება. მზად უნდა იყო. ისე და ისე ჩემთვის მნიშვნელობა იმდენად გაწევრიანებას. რამდენი მნიშვნელოვანია იყოს მაგალითად დღევანდელი ახალი ზელანდია. დღევანდელი ავსტრალია არიან თუ არა ნატოს ღირსეული წევრების პოტენციალი არიან ზელანდია რა შუა ზელანდიას ვინ ყავს ტერი კაცო არა მაგას არ მნიშვნელობა რუსეთი არ ყავს ზელანდიას თუ ყავს ტერი ვინ ყავს ჩინეთი ტერია მის ამ ჩელჩი მაგაზე თუ ტრობაზე წავიდა ყოველს თავის ტრები ყავს მე სხვა რამეს გეუბნები რუსეთი არის დღეს საქართველოს სამხედრო პოლიტიკური ეკონომიკური მოწინააღმდეგე კი ბატონო არის უზარმაზარი გავანეიტრალ და მარტო ყოფნით ვერ გავანეიტრალ ვინ ამბობს რომ მარტო უნდა აბა ვის არ უნდა ჩვენ ვამბობთ იმას რომ ის ნაბიჯი რომელიც მხოლოდ გაამწვავებს არ გაამწვავა როგორ არ გაამწვავებს მაგ ეგიდით შევარ და უკრაინაში როგორ გაამწვავა აზერბაიჯანმა სიტუაცია როცა აზერბაიჯანი არ იძახის რომ ნატოში შევიდეთ კი ბატონო მე ჩვენ თქვენ რომ მივერთები შუშის მე არ ვიძახო შევიდეთ ნატოში მე ვამბობ რომ თურქეთის ალიანსს მივერთეთ აზერბაიჯან თურქეთის ალიანსს დიდ თურანში გაწევრია რატო მე თურანი სხვა რამეა მეგეუბნებით შუშის დეკლარაცია შეუთავ იცით არა ნამდვილად არა მაქვს ესა ქვია რაღაც პირიქით პატივისცემის გარდა არაფერი არა მაქვს
განცდა. აი შუშის დეკლარაცია არის კავკასიის დეკლარაცია. და ეს სომხეთი ჩემოუგა გაუცილებლად. აზერბაიჯანი და თურქეთი დაიცავს საქართველოს რაც ნიშნავს დაცული იქნება, ამით არის დაცული. თუ ნაბიჯები არ გადადგე, თუ შენ უკაცრავ ბოდიში სულ სხვა რამეა, თუ მე თუ ყოველდღე არ ვივარჯიშე და თუ ყოველდღე ჩემ ჯანმრთელობას არ მივხედე. გამოიხატეთ და ნელ-ნელა წავიდეთ დასასრულისკენ. აი ნაბიჯები რაში გამოიხატეთ. ნაში გამოიხატეთ პირველი ერთი წუთი დავასრულებ. წეგანიც აღნიშნეთ თქვენ რომ სად უნდა ვიყოთ, ოღონდ ევროკავშირზე საუბრობთ, მე ისე ნატოს გადავიდეთ. აი ევროკავშირის წევრობისთვის მზაობა რაში გამოიხატება? ანუ ესე ჩამოვწეროთ არა. ჩამოვყვეთ 9 პუნქტი გვაქვს. 9 პუნქტი გვაქვს შესაძლებელი. უკვე გვაქვს ჩვენ მოგწეს კანდიდატობის სტატუსი და მოგწეს 12 პუნქტი. ჩვენ არ შევასრულეთ 12 პუნქტი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა მოგწა კანდიდატობის სტატუსი და გითხრა 9 პუნქტი შეასრულეთ. რო შეგვესრულებინა, ხვალვე მოხდებოდით ევროკავშირთან და არა, ნუ მოტყუებთ რა სვენელს რა და მაყურებელს. მოლდავეთმა შეასრულა და მიიღო მოლაპარაკებების სტატუსი. შემდეგ ნაბიჯზე გადავიდა, მეორე სართულზე ავიდა. მე-10 სართულს ქვია ევროკავშირის წევრობა. ჩვენ სართულზე ვართ. უნდა ყველა სართული გავიაროთ. გინდ ლიფტით გაიარე, გინდ ფეხით გაიარე. სამყაროს მართავს ძალა. სამყაროს მართავს ძალა მართავს. ეხლა მართავს სამართალი. არა, სამყაროს თანასწორობა. არა, ეხლა საერთაშორისო ვითარებას მართავს ძალა. როგორ ევროკავშირს ვინ მართავს? ერთ წუთი დამასრულებელი. არა. სამყაროს ყოველთვის მართავდა ძალის პრიმატი იყო. მართავდა და გაეროშა და პირველი მსოფლიო ომამდე ჩვენნაირი პატარა სახელმწიფოები არ არსებობდა. რატომ არ არსებობდა? იმიტომ რომ არ არსებობდა საერთაშორისო კონფიგურაციები, საერთაშორისო იმპერიები იყო მაშინ იყო იმპერიები, ავსტრო-უნგრეთი, რუსეთის იმპერია, გერმანიის იმპერია, ოსმალეთი და შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც დაირღვა ეს მაშინდელი წესრიგი და რაღაც ბიპოლარული სამყარო. ის წესრიგიც რატომ გაჩნდა, იცით? იმიტომ რომ ორი ძალა იყო, რომელსაც ურთიერთგანადგურების შესაძლებლობა გააჩნდა. და რა შეიქმნა ამის საფუძველზე? ამის საფუძველზე შეიქმნა საერთაშორისო სამართალი, რომელმაც მისცა გარკვეული, ერთ წუთი დამასრულებელი, რომელსაც მისცა ჩვენაირ პატარა მასშტაბის სახელმწიფოებს გარკვეული სუვერენიტეტის ხარისხი. ჩვენაირი სახელმწიფოები არ არის ბოლომდე დამოუკიდებელი, ჩვენ გვიწევს რაღაცეების გათვალისწინება. ამერიკის სუვერენიტეტი. ამიტომ საერთოდ ალიანსების ზებნა. უყურეთ, კი ბატონო, ალიანსის ზებნა აუცილებელი. მაგრამ თუ ალიანსი არაპირებს შენს დაცვას და შენს გამო თუ არაპირებს ალიანსი აზერბაიჯან-თურქულ ალიანსს გეუბნები. დიდი ალიანსი ნატო თუ არაპირებს შენს გამო ომს. საიდან ომი რატო უნდა იყოს? 2008 წელს. ვის ქონდა? რომელ ნატოს ქვეყნებს ქონდა შიგნით ომი? რატო ნატო შეიქმნა? არც ერთ სახელმწიფო შორის ნატოში არ ყოფილა ომი. ისე ეხება ევროკავშირს. შენ ვერ მოხვდები. ეუთო, რატო ვერ ხვდები? იმიტომ რომ იომა ერთხელ რუსეთმა რო შენ არ ყოფილიყავი მან 2008 წელი რა იყო? ხოდა ამ უკრაინაში რატო შეიჭრა რუსეთი? დეკლარირებული მიზეზი რა იყო? რომ ნატოში არ შესულიყო. ჯერ მაშინ უკრაინას არ ქონდა ჩამოყალიბებული, მე ჩამოყალიბდა არა, ნუ და პირიქით უკრაინა ამბობდა ჯანდაბას არ მივშევდიო ნატოში. ზელენსკი, კარგი პირველ რიცხვში ზელენსკი არ მივდივარ ნატოშიო. არა. კი ბატონო ამოვიყო 2021 წელს ერთი წელი. როგორც კი ომი დაიწყო ზელენსკი თქვა რომ არ მივდივარ ნატოში. მე რო დაიწყო ეგ სხვა თემა, ეხლა რა თქმა უნდა იქ რატო გაჩერდებოდა რუსეთი, როდესაც უკვე შეიჭრა, მაგრამ მანამდე ხო მეთანხმებით 2021 წელს ერთი წლის განმავლობაში უკრაინელებთან და დასავლეთთან რუსეთს ჰქონდა პირდაპირი ფორმით ულტიმატუმი წაყენებული, რომ აი ეს შენთან ბატონო გიორგი რა, იმიტომ რომ თანაბობო სუვერენულები უნდა ვიყოთო და თან კებოსო ულტიმატუმი ულტიმატუმი რატო წავუყენა? ვინა რუსეთი? გასაგებია, ვინ არის რუსეთი? მეც თქვენთან ვარ, ვინ არის რუსეთი? მაგას აკეთებს, მაგრამ აკეთებს. ხო და მაგას გონდა დავიწყოთ პროცესი, თუ არ დაიწყე მოძრაობა, არ გამოგივა არაფერი. შენ მაგ პროცესით გამოიწვევ მხოლოდ ომს. ომი ქონდა და არ დაგიცავ შენ დასავლეთ. ნამდვილად ქვია ვერ ვიტან იარჯიშებს რაღაცებს მაგას. სწორედ ამის სპეკულირებს დღეს საქართველოს ცნება, რომ ომი იქნება. ომი უკვე იყო. მაგიტომაც არის 2008 წელს ომი იყო. მაგიტომაც არის ალბათ ძალაუფლებაში. რო ხალხს მაგის ჯერა და სავარაუდოდ ლოგიკა არის მაგის. ძალაუფლებაში, იმიტომ რომ აყალბებს არჩევნებს რა, იმიტომაც ძალაუფლებაში. კარგნეს ახლა. არჩევნებს აყალბებს, მაგრამ მოწვევთ არჩევნებში და მეგონი ხედავთ რამდენად ფორმები ტარდება არჩევნები, ვიდრე უნდა ტარდებოდეს. კი, მაგრამ რაღაცა ლეგიტიმაცია მაგ მოსაზრება საზოგადოებაში აქვს. მაგიტომაც რატომ? იმიტომ რომ დოყლაპი ოპოზიცია შნუარ შესწევს რომ დაუპირისპირდეს აი ამ რაღაცეებს. და მას ვაკრიტიკებ ოპოზიციას, რომ ჩააგდო თემა ომის თემა. ჩააგდო თემა.
ახლა შეიძლება თქვენ გეხებათ ესა ახლა ამ შემთხვევაში ნამდვილად არ მაქვს ესეთი განწყობა რომ მაგრამ ყველა არც ერთ ოპოზიციო პარტიამ არ დაიცვა პოზიცია რომ ომი საფრთხე არ არსებობს არავინ არ მოითხოვს ჩვენგან დავასრულოთ ხო და ეს ამიტომ ეს ამიშოლოვანია პირდებით რომ კიდევ ერთ ფორმატს სიამოვნებით ამ თემაზე ვიდებატებთ თქვენ თავით უახლოეს პერიოდში როდესაც ვისაუბრებთ ნატოს ევროკავშირის შესაძლებლობაზე. დღეს ევროკავშირი უფრო მნიშვნელოვანია. ვითარებაში დღევანდელ. მნიშვნელოვანი კაია, მაგრამ არავინ არსაც ჩვენ არ გვიღებს. ხო, ეს შემდეგ და განძრო ხელი და მოგიღებენ. ეს შემდეგ ეთერში. ტელეფონის ნომერს, ტელეფონის ზარებს არ პასუხობენ ოპოზიციის. სად უნდა შევიდეს? კაი, ხელისუფლება ცუდია. ოპოზიციის რომელ წარმომადგენელს აქვს რაიმე სახის ურთიერთობა დასავლეთის მაღალი რანგის წარმომადგენელთან. მგონი აქვს რაღაც. კი, არა. იმაზე ტრამპის ინაუგურაციაზე ქუჩაში რო იდგნენ, ეგ არის დასავლეთის დამოკიდებულება ჩვენდამი. ხო, კარგი, თუ ამთავრე დავამთავროთ, თუ არა გავაგრძელოთ. პასუხები არსებობს ყველაფერზე, ბატონო გიორგი. პასუხები ერთ მხარესაც აქვს და მეორე მხარესაც აქვს. ეს კონკრეტული გადაცემა, რომელიც უშუალოდ ირანს ეხებოდა უფრო მეტი ნაწილი დავასრულოთ და შემდეგი ეთერის დაგეგმა უკვე მომავალში გადავდოთ. მადლობას გიხდით სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ, ძალიან საინტერესო იყო, დიდი მადლობა. ჩვენი სტუმრები იყვნენ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონფლიქტოლოგი პატა ზაქარაიშვილი და პარტია კონსერვატორების საქართველოს ლიდერი გიორგი ქარდავა. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გვიყურებდით. შემდეგი ეთერს ცოტა მოგვიანებით დავგეგმავთ, იქამდე მომავალ კვირას ასევე ძალიან საინტერესო დებატებს გპირდებით. ნახვამდის.